მოგესალმებით ძვირფასო ტელემოყრილო, ჩვენ უყურებთ, ჩვენ გადმოცემთ და თქვენ უყურებთ გადაცემას, რომელსაც ქვია დიდი გადაცემა, ჩვენი პირველი სტუმარი გახლავთ ბატონი ირაკლი ქადაგიშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრი, მოგესალმებით ბატონო ირაკლი. დღეს ამ კვირის განმავლობაში და დღესაც ბევრი რამ მოხდა, მაგრამ ჩვენ მაინც შეუძლებელია თქვენთან საუბრის დაწყება თუ არა 9 აპრილის თემის ხსენება. 9 აპრილი არის ტრაგედია, 9 აპრილი არის ჩვენი ჰეროიზმის სიმბოლო, არის მსხვერპლი, რომელიც ჩვენ შევწირეთ ჩვენს თავისუფლებას და უამრავი შაბლონური სიტყვა შეიძლება გავიხსენოთ, მაგრამ მე მაშინ მიყავი 17 წლის, უბრალოდ 18 ხდებოდი და ჩავაბარე უნივერსიტეტში და მე მახსოვს ის განწყობა, ატმოსფერო მე წამოვედი და მეორე დილით სულ სხვა თბილისი და სულ სხვა საქართველო დამხვდა და მოდით პირდაპირ თქვათ ეს იყო ეგზისტენციური ტეხილი ჩვენს ისტორიაში. და ვალდებულებაა ყველა ქართველის, რომ აღნიშნოს ეს დღე ზოგმა მწუხარებით, ზოგმა იმედის შეთხოვნით და იქ თუ არ უნდა მივიდეს დავუშვათ შეიძლება ყველას არ ვწურდეს, ყველა ოჯახში უნდა იქ აიწიოს და ეკლესიაში ილოცო, ან და მოიხსენი, უბრალოდ უნდა გახსოვდეს ეს დღე. აღმოჩნდა რომ ვიღაცეებმა მაიმუნებმა ოღონდ მე პატიმრების მშობლებზე არ მინდა ეს თქვა, იმიტომ რომ მათ გარკვეულად სხვა ფსიქი გააქვთ, თორსა შვილი ციხეში ზის ეს სხვა არის, მაგრამ მიტმასნილმა ელემენტებმა ასე თქვა, ადამიანებმა რომელსაც არანაირი ეროვნული არასოდეს არ ქონიათ და პირიქით ყოველთვის იყვნენ ანტიეროვნულად განწყობილები, LGBT დროშით გამოდიოდნენ, ეხლა 9 აპრილს და აქამდეც და ასე შემდეგ, გადაწყვიტეს face control-ის დაწესება, მისაკუთრება აი ამ დღის და ვიღაცების გაშვება და ვიღაცების არ გაშვება. ეს ფაქტი მინდა ჯერ შევაფასო და შემდეგ თავრობის ძალიან სწორ რეაქციაზეც მინდა ერთი-ორი რამ თქვათ. ხო. თქვენ ფაქტიურად ისაუბრეთ 9 აპრილის მნიშვნელობაზე. მე ამ 9 აპრილის უშუალო მონაწილე და ეპიცენტრში ვიყავი. 9 აპრილის შემდგომი მოვლენებისაც, როდესაც საგანგებო მდგომარეობა, სამხედრო კომენდანტის საათი გამოცხადა, მერე როდესაც რაზუმოვსკი და შევარნაძე ჩამოვიდნენ იმ შეხვედრაშიც უკვე ვიღებდი მონაწილეობას, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მძიმე, რო ვიტყვან ფიზიკური მდგომარეობა მქონდა იმ დარბევის შედეგად. ვიწრო შეხვედრა იყო, ხო? ხო, ვიწრო შეხვედრა იყო, სადაც ასე ვთქვათ, დაახლოებით მთლიანობაში 20 ადამიანი იქნებოდა მაქსიმუმ კინოსტუდიის ტერიტორიაზე გაიმართა ეს შეხვედრა. და მაშინ მახსოვს მე ძალიან მკაფიოდ დავაფიქსირე, რომ სულ მალე მოგიწევთ შეგუება იმასა, რომ საქართველოში იქნება თავისუფლება, დამოუკიდებლობა და მრავალპარტიულობა და შევარნაძე ესეთი თვალებით მიყურებდა თუმცა ის ხდებოდა რასაც საუბრობ. რა თქმა უნდა ის ხდებოდა, ხო. რაზუმოვსკი ალბათ ნაკლებად, ხო, ცეკას დივანი იყო მაშინდელი. ეხლა რატო საუბრობ ამას? იმიტომ რომ ეს იყო გარდამტეხი არა მარტო საქართველოსთვის, მთლიანად საბჭოთა კავშირის ისტორიისთვის იყო გარდამტეხი. იმიტომ რომ საქართველო იყო პირველი, რომელმაც არა მარტო საბჭოთა კავშირში, სოციალისტური ბანაკის ქვეყნებშიც ესე პირდაპირ განაცხადა თავისუფლების შესახებ. და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. დღეს რომ ბალტიისპირელები ხანდახან გვეყელყელავებიან ხოლმე, მაშინ მათ ესეთი ტიპის პირდაპირი მოთხოვნა არც კი გააჩნდათ და სულ სხვა გზით მიდიოდნენ, რეფორმაციის გზით მიდიოდნენ საბჭოთა კავშირის შიგნით, ანუ პერესტროიკის, ასე ვთქვათ, მშენებლები იყვნენ დღევანდელი ლიდერების მშობლები თუ ბევრი დღევანდელი ლიდერიც კი. ეს ისე უბრალოდ გახსენებისათვის. რაც შეეხება, მე დავარქმევდი იმ ასე ვთქვათ, შეურაცხყოფას, რაც 9 აპრილს მიაყენეს ამ წელს, ეს რა თქმა უნდა სამარცხვინო ფურცელი არის, რომელსაც ქართველი ერი თავის მახსოვრობიდან ამოხევს. ამოხევს იმიტომ, რომ არ ეკადრება 9 აპრილს ის, რაც ბურჭულაძემ და მისმა, ასე ვთქვათ, ამ ქარმა ამ 9 აპრილთან დაკავშირებით ჩაიდინა. იმიტომ რომ ბურჭულაძე და ამ შემთხვევაში კრებსითაც სახელი ბურჭულაძე ვერ იქნებიან ვერანაირად 9 აპრილის რაღაცნაირად მაინც ჭირის უფალნი, იმიტომ რომ მას არანაირი კავშირი, ემოციური კავშირი 9 აპრილთან, როცა ეს ამბავი ხდებოდა, არ გააჩნდა და არც შემდგომ პერიოდში არ გამოირჩეოდა დიდად არაფრით. მაგრამ რა თქმა უნდა, ყველაზე
დიდი უბედურება ის იყო, რომ აქ ჩანაფიქრი კიდე უფრო მზაკრული იყო, ვიდრე ის რომ მხოლოდ მოდი შენ არ მოხვიდე და მე მოვალ და მე ვიცი ვინ უნდა მოვიდეს და ვინ არ უნდა მოვიდეს. ჩანაფიქრი იყო ის, რომ ხელისუფლება მივიდოდა და ხელისუფლება გამოიყენებდა ერთგვარად ძალას, რომ თავისი მისვლა იქ დაეფიქსირებინა, რასაც რა თქმა უნდა მოყვებოდა შეხლა შემოხლა, რაც შეიძლება ძალიან ტრაგიკული ინციდენტითაც კი გაგრძელებულიყო, იმიტომ ტყუილად კი არ ამბობდა თონი ეს ბაკენის ინსტიტუტის წარმომადგენელი, ერთ-ერთი რეჟისორი ამ რადიკალური, ასე ვთქვათ, მოძრაობებისა და რევოლუციებისა, რომ აქამდე სისხლი როგორ არ დაღვრილაო. ეს ყველაფერი შეიძლება, ასე ვთქვათ, გათვლილი იყო დიდ ჯაღზე. ამიტომ სწორედ ამაშია, რომ ის უცხო ძალა, რომელიც 9 აპრილს 1989 წელს არბევდა საქართველოს, დღეს ქართველის ხელით ეს უცხო ძალა ქართველს დაუპირისპირდებოდა და შედეგი იქნებოდა საქართველოსთვის კიდევ უფრო ძიმე სურათის დახატვა. პრემიერის სიტყვები რომ ვითომ მე შეგნებულად გავიმეორე ახლა პრემიერის სიტყვები. რა თქმა უნდა. და შეგნებულად იმიტომ რომ არა აქვს მნიშვნელობა ამ უცხო ძალას რუსეთი ერქმება თუ სხვა სახელი, თუ მას მიზანი აქვს რომ საქართველოს ზიანი მოუტანოს. და რომ თქვენს რომ რუსეთის მოერიდაო, რა არის აქ მოსერიდებელი? ეს იყო საბჭოთა კავშირი, რომელიც მხოლოდ რუსეთიც არ იყო, მაგრამ ეს ხომ ყველასათვის ცნობილია. აი როგორ დაიწყეს მაშინვე, როდესაც საქართველოს ხელისუფლებამ გამოიჩინა გონიერება რაღაცა ხრელების ძებნა, რაღაცების მოფიქრება და რაღაც სპეკულაციური კონსტრუქციების მოგონება იმაზე რომ შეებღალათ ან დაებრალებინათ რაღაც. გათვლა იყო იმაზე და მობილიზაცია იყო იმაზე, რომ იქ მივიდოდა ხელისუფლება, ბუნებრივია ამას მოყვებოდა გარკვეული შეხლა შემოხლა, რომელიც ხო შეიძლება იქ პოლიცია ჩართულიყო, იქ იყვნენ სხვა ადამიანების, რომლებიც შეიძლება ხელისუფლების მხარეს აქტიურობა გამოეჩინათ და მოკლედ მოხდებოდა კონფლიქტი. ეს კონფლიქტი რა ინციდენტებში გადაიზრდებოდა, ამის ასე ვთქვათ, წინასწარ პროგნოზირება ძალიან რთულია, მაგრამ ეს ყველაფერი დაფიქსირდებოდა და ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ გახდებოდა საქართველოში ქართველების ხელითვე დაღვრილი, აი ამ როიტყვიან ღვარძლის სისხლი არ მინდა რომ დაიყვანოს, მაგრამ ამ დაღვრილი ღვარძლის კიდევ ერთხელ საქართველოს წინააღმდეგ გამოყენების საბაბი და ამას ეს ადამიანები შეგნებულად ხელს აწერდნენ და რა თქმა უნდა საქართველოს ხელისუფლება ამას არაფრით არ დაუშვებდა, რომ კიდევ ერთხელ საქართველოს და მით უმეტეს ქართველებს შორის შეჯახებით საქართველოსში კიდევ ესეთი დიდი ღვარძლი დაღვრილიყო, რომელიც ისედაც არ გვაკლია მათ შორის ამ გარედან წაქეზებების გამო. ჩემთვის სცენარი აბსოლუტურად ცხადი იყო, ისინი აიღებდნენ. ამიტომ დარჩნენ გაწმილებულები და დაიწყეს გამოკიდება ოიტყად მეათე ხარისხოვან სიტყვებზე ამ შემთხვევაში. ჩემთვის ცხადი იყო სცენარი და ყველასთვის მეგობრებო, განა ვინმე ვერ ხვდება, აიღებდნენ როდიონოვის დარბევის კადრებს, საბჭოთა კავშირის ჯარისკაცების კადრებს, როგორ არბევდნენ ისინი ჩვენს მოქალაქეებს. შემდეგ გადააბავდნენ ამას, მერთმა დაგვიფარა და რაღაც ოპერაციას, იგივე პოლიცია როცა, ჯახს და მერე იტყუდნენ რომ აი ეს ანალოგია როგორც მაშინ იყავით რუსეთის ქვეშ, ახლაც უკვე ქართველები, რუსებს მიყიდული ქართველები იგივე საგზელებენ. ეს არის უმარტივეს მეგობრებო, ეს არის ძეცკი მატი რო იტყვიან და როგორ ფიქრობდნენ, აი რა არის მაშინ აი ესეთი კითხვამდე. აი ესეთი იცით ხანდახან მტერს პატივს სცემ, იმიტომ რომ ჭკვიანი მტერია და შენ იდიოტი არ გონი ხარ და აი ესეთ ძეცკი მატებს რატო ფიქრობენ რომ შეიძლება წამოვიდოთ? იცით რა არის რომ გარკვეულწილად ერთი ანალიზი იცოდნენ რომ საქართველოს სამწუხაროდ პოლიტიკური ელიტები ადვილად წამოეგებოდნენ ხოლმე მათ შორის რუსულ ასე ვთქვათ ჩამოგდებულ ანკესებზე და სხვასაც ბევრჯერ ჩამოუგდია ანკესი, რასაც საქართველოს ადვილად აყოლია, იგივე 2008 წელი ამის რო იტყვიან სრული კლასიკა არის. აქედან გამომდინარე, ალბათ ეს რო იტყვიან გამოცდილება ამოძრავებდათ, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ დღეს ხელისუფლებაც და ქართული საზოგადოებაც
რო იტყვიან სხვა გამოცდილების მატარებელი არის. ჩვენ უკვე 36 წელიწადია რო იტყვიან ამ თავისუფლებისათვის ბრძოლაში ამ ურთულეს უდაბნოში მოძრაობთ და ალბათ ის ბიბლიური ლოგიკური დასასრულიც მოვა, როდესაც ჩვენ სამშობლოს აღქმულ სამშობლოდ ვაქცევთ. მან ცოტა თაობის შეცვლის პარადიგმა არ მომწონს და მაინდა-მაინც მაგას მივიდოდ. არა, დრო ერთ თაობაში ჩემში გაიარა და შენშიც ამ პერიოდმა. მოდი და უფრო მალე 35 წელია პრინციპში. რამდენი გავიდა? 36 წელია. 36 წელია. ნუ თოდა დარჩა კი ბატონო, მოვესწრებით კი ბატონო. ვირის გავწკრებას. ეხლა ვისაუბროთ ამ 20-30 ტყუილად ხო არ არის? რა თქმა უნდა. კარიკატურულად უკვე გავხდარ ორგანიზაციის პასეს რეზოლუციას, რომელიც არის უბრალოდ შარჯია რა, ეს არის პამფლეტი უბრალოდ უნიჭოთ ან მე მგონი და მე მგონი სწორედ აი პასეს რეზოლუციის გამოცემის წინ 9 აპრილზე ხო რა თქმა უნდა რაღაცა ეს პროვოკაცია ვითომ იმოქმედებდა, ანუ მოდი რეზოლუციაზე ვთქვა. ანუ რა თქმა უნდა, აი მაგალითად იგივე პასეს რეზოლუცია, რომელიც ალბათ პასეს ხო გადის რაღაცა ისტორია, აქტორები იცვლებიან, გადაფასება ხდება, შეფასება რაღაცას, იქნება ერთ-ერთი, ასე ვთქვათ, ისე ზომიერად რო ვთქვათ, სუსტი და ძალიან არასახარბიელო ფურცელი პასეს ისტორიაში. და ამ სუსტი და არაფრის მთქმელი პრინციპში რეზოლუციის გასამართლებლად ალბათ 9 აპრილის ჯახი, როგორც შენ უწოდებ სწორად, იქნებოდა ერთგვარი საფუძველი მათი რეზოლუციის გასამყარებლად. ეს არ მოხდა, ამიტომ ეს რეზოლუცია მართლაც საში გამოკიდებული დარჩა. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა და საერთოდ ევროსაბჭო და ევროპა იძახდა, რომ შეფასება ეუთო ოდირისა იქნება ჩვენთვის გზამკვლევი საქართველოს არჩევნებთან დაკავშირებით. შეფასება ეუთო ოდირის ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს. საქართველოს ყავს არჩეული ხელისუფლება. საქართველოში არჩევნები შედგა. კრიტიკული შენიშვნა რაღაცა დოზის ყველა არჩევნებს სოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში ახლავს და ეს შენიშვნა შეიძლება აქაც ყოფილიყო ზოგი რელევანტური, ზოგი ნაკლებად რელევანტური, მაგრამ არჩევნები შედგა არჩეული ხელისუფლება. ეს იყო მათი პოზიცია. მიუხედავად უდიდესი ზეწოლისა, მათ შორის ეუთო ოდირზე, მათ ეს პოზიცია არ შეცვალეს და ეს პოზიცია ესე დარჩა. ამიტომ პასეს განცხადება, რომ თქვენ, ასე ვთქვათ, თუ გინდათ, რომ ამ საპარლამენტო ასე ვთქვათ, ფორუმზე დელეგაცია ყავდეთ, ახალი არჩევნები ჩაატარეთ, ეს არის წარმოუდგენელი რამ. ეს ის კი არ არის, რომ ამ ხელისუფლებისთვის არის მიუღებელი. ზოგადად ქვეყანა, რომელიც ამბობს, რომ მე ვარ სუვერენული ქვეყანა და მე დემოკრატიული პროცედურებით მაცხოვრებელი ქვეყანა ვარ, წარმოუდგენელია, რომ ვიღაცა გეუბნეოდეს, რომ ყოველგვარი დასაბუთების, ყოველგვარი კონკრეტული ფაქტების, ყოველგვარი, ასე ვთქვათ, რეალობის გარეშე, აი ესე არ მომეწონა შენი მოსახლეობის არჩევანი და მოდი გააუქმე ახლა არჩევნები და დანიშნე ახალი არჩევნები, ახალი თამაშის წესებით, რომელიც უკვე ჩემ შედეგს დადებს. ეს ნიშნავს, რომ შენ ქვეყანა არ ახარ. აქ იმაზე კი არ არის ლაპარაკი, ქართული ოცნება ხარ თუ არ ახარ ხელისუფალი, ქვეყანა ხარ თუ არ ახარ, ამაზეა ლაპარაკი. ასეთი პრეცედენტის დაშვება ნიშნავს იმას, რომ ნებისმიერ დროს შენ შეგიძლია არჩევნები ნებისმიერი ხელისუფლების პირობებში ვიღაცის მოთხოვნის გამო გააუქმო. ჩვენ ესეთი უმძიმესი გამოცდილება 2003 წელს გვაქვს. და ეს გამოცდილებაც ალაპარაკებდათ ალბათ, როდესაც ამას გვეუბნებოდნენ ჩვენ. როდესაც არჩევნები, რომელიც 7 სუბიექტის, ასე ვთქვათ, პარლამენტში მოხვედრით დასრულდა, ადგეს და გააუქმეს. თან გააუქმეს პარადოქსულად. თქვენს რომ ამ არჩევნებში ერთი და იგივე ადამიანის მიერ მიცემული 3 ხმიდან ერთი იყო ყალბი და 2 სიგიჟე. ხო, სიგიჟე. ანუ სიგიჟეც რა ვიცი რა, ყველაფერი. მაშინ ამას ხო, მაშინ ადამიანები საზოგადოება ამას კიდევ ვერ აღიქვავდა ესე. მაგრამ დღეს უკვე სუსყვა ვითარება. ამიტომაც არის, რომ ეს რეზოლუცია პასესი არის, რომ მარტივად რო გითხრათ, შავი ლაქა პასეს პოლიტიკურ დღესასრიგში. ეს დღესასრიგი რაც ევროპაშია და ევროსტრუქტურებში რამდენ ხანს გასტანს და რამდენ ხანს
მოერგება შეცვლილ რეალობას, ხო იცი, ახალი ღვინო ახალ ტიპებში უნდა ჩამოასხმოს. სხვა საერთოდ ჩვენ უყურეთ ახლა ევროკავშირში რა აი ეს უკრაინის ომი ხო ასე ვთქვათ მის გარშემო ტრიალებს ბევრი რამე ხო აქეთ ჩვენ ხედავთ რომ რუსეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ინტენსიური მოლაპარაკებების პროცესი არის აი ეხლაც ჩვენი ეთერი რომ მიმდინარეობს ტრამპის წარმომადგენელი ხდება პუტინს და მეორე მხრივ ევროპის გარკვეული ნაწილი ამბობს რომ ჩვენ ასე ვთქვათ გარკვეული საბრძოლო მხარდაჭერა გვექნება უკრაინის მიმართ. ანუ აღრევა არის თვითონ დასავლეთის პოლიტიკაში თუ ვინ რას აკეთებს და საერთო ერთიანი პოლიტიკური პლატფორმა ამ შემთხვევაში დარღვეულია. სოფლიოში ყველაფერი არეულია. ეს საკითხის თემა ძალიან ბევრი რამეა დამოკიდებული ომის დასრულების თარიღზე. ზოგი ამბობს რომ ეს შეიძლება მალე მოხდეს, მე სკეპტიკოსთა რიცხვს განვეკუთვნები. მაგრამ დასასრული უფრო ახლოს არის ვიდრე შორს, აი ესე ვიტყვი. ეს მესმის ეს გასაგებია. ეხლა ვილაპარაკოთ მნიშვნელოვან მოვლენაზე, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ხდება, ეს არის საპარლამენტო კომისია, რომელიც იძიეს ნაციონალური მოძრაობის დანაშაულებს და ჩვენ სულ ცოტა ხნის წინ ვიყავით მომსწრე, რომ ეს პატარა ექსპერიმენტის შედეგად დადასტურდა, რომ ეს არამხოლოდ ძველგაზრდებს ემოქმედებს, არამედ ახალგაზრდებმაც, იმ ადამიანებმაც, რომელსაც ბედმა გაუღიმა და ვერ მოესწნენ და ვერ დაინახეს ეს საშინელებები ნაციონალური მოძრაობის და კარგი ეს შეიგზნეს, ნახეს, ინფორმაცია მიიღეს აი ამ საშინელებებზე, რაც იქ ხდება, რასაც ყვებიან და ეს ხუსგაბრები არ არის, ჩვენ ვიცით რომ ეს მართალია. აქ არის სამართლიანი აშფოთების ხელახალი გაღვიძება და გულისწყრომა არ ქვია ამას. ეს არის კვეთრი მოქალაქეობრივი პოზიციის დაჭერა, დაკავება, რომ ეს ამბავი უნდა აიკრძალოს. ეს ამბავი, ნაციონალური მოძრაობა, აი ეს ხალხი, ეს ადამიანები, ვინც ამას ჩადიოდნენ. ეს არის უკვე ყალიბდება და მე მგონი ძალიან მალე კაფიო მოთხოვნა იქნება მოსახლეობის უმრავლესობის და არა მარტო ქართულ ეცნიერის მომხრეების პირდაპირ ვთქვით, რომ ეს ამბავი უნდა დაიხუროს, დამთავრდეს, აიგზალოს, ისტორიამ თავის სათქმელი უნდა თქვას და ეს მოეთხოვება ოცნებას. ამ მოთხოვნას როგორ ხვდებით, როგორ უყურებ ამას? დიახ, რა თქმა უნდა, ზოგადად არის ხოლმე რომ ოპონენტი ესე გეუნევა, ან ხშირ შემთხვევაში შეიძლება კეთილგანწყობილი ოპონენტიც, რომ აქამდე სად იყავით. არის ამ შეკითხვაში, რა თქმა უნდა, თავისი რეზონი, რო იტყვიან არის, მაგრამ ესეთი მასშტაბის ისტორიული პროცესები ერთსა და ორ დღეში არ კეთდება. მით უმეტეს, როდესაც დემოკრატიული და ლიბერალური მართლობა არის რეალურად სახელმწიფოში, ხო? აქ იყო გარკვეული მოლოდინი იმისა, რომ იგივე ნაციონალური მოძრაობა, როგორც პოლიტიკური პარტია ძირფესვიანად ასე თქვათ, გარდაიქმნებოდა ამ თავის დანაშაულებს და ამ თავის შეცდომებზე უარს იტყოდა, მოინანიებდა. აქ იყო დასავლეთის პირდაპირი, ასე ვთქვათ, მოთხოვნა, რომ იყოს, ასე ვთქვათ, ერთგვარი კოჰაბიტაცია, ეს მშვიდობას მოიტანს, ეს სტაბილურობას მოიტანს, მაგრამ ჩვენ დავინახეთ, რომ თურმე ეს ყველაფერი იყო ტყუილი და ეს ყველაფერი იყო ერთგვარი ფარისევლობა და ნაციონალური მოძრაობა ამზადებდნენ სწორედ საქართველოში ახალი დაპირისპირების, ახალი შუღლის, ახალი რევოლუციებისათვის. იმიტომ ხედავდნენ, რომ არჩევნების გზით ნაციონალური მოძრაობას, ამ შემთხვევაში კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას ვერ მოდიოდა, მაგრამ შეიძლებოდა ამ რადიკალების გამოყენება სწორედ რევოლუციური, აი ფერად რევოლუციებს რო ვეძახით, ამ ასე ვთქვათ, გზით ხელისუფლების ჩამოსვლისა და ქვეყანაში აი ესეთი ძალის კვლავ დაბრუნებისაკენ. ამიტომ ეს თვითონ ცხოვრება მოიტანა აუცილებლობა, რომ ქვეყნის სტაბილურობა, მშვიდობა, რომ დაცული ყოფილიყო და განვითარება ამ ქვეყანამ შეძლოს პერსპექტივაში, ესეთი ტიპის პოლიტიკური პარტია უნდა შესაბამისი სამართლებრივი, მორალური და პოლიტიკური შეფასების, ასე ვთქვათ, სუბიექტი გახდეს. ამიტომ აი ეხლა რაც ხდება ამ კომისიის ხელით და ამ კომისიის მუშაობით, სწორედ ხდება ამ პროცესის პოლიტიკური და სამართლებრივი, ასე ვთქვათ,
სამართლებრივი წარმოება. ანალიზი, ხო, შეფასებას ვერ ვიყიდით, რომ შეაფასოს კომპეტენტურმა ორგანომ, მაგრამ ანალიზი. კომისია ამ მასალებს ყველაფერს დღის სინათლეზე გამოიტანს და გადაუგზავნის ზოგ პროკურატურას, ზოგ საკონსტიტუციო სასამართლოს. პროკურატურაც იქნება მე დარწმუნებული. ზოგი საქმე იქნება პროკურატურის და შემდგომ უკვე სასამართლოს საკითხი. ამიტომ ეს პროცესია და რაც მეორე არის თვითონ ადამიანის ბუნება ესეთი არის, რომ ადამიანი ცდილობს, რომ რაღაცნაირად ეს ცუდი დაივიწყოს და მაგრამ როდესაც ეს ცუდი არ გავიწყებს თავს, შენ ვალდებული ხარ, რომ კიდევ ერთხელ ეს ცუდი თუ რა იყო, ეს სისტემურად დაანახოს საზოგადოებას და რომ საზოგადოება მიცოდეს, რომ რისი მოკვეთაც სჭირდება საზოგადოებას, თვალნათლით ხედავდეს ადამიანები, რომ ეს მართლა აღარ უნდა გამეორდეს. არც ერთი ხელისუფლება არ არის იდეალური და ვერც ერთი ხელისუფლება ვერ მოუტანს სრულ ბედნიერებას ადამიანს და საზოგადოებას, იმიტომ ესია ეს სამყარო შექმნილი, მაგრამ ის რაც კეთდებოდა იქ იმ დროს, იმ ხელისუფლების დროს, ეს იყო ალბათ ყველაზე უფრო ძიმე გამოცდილება, რაც საქართველოს თავის ასე ვთქვათ მე-20 საუკუნის ისტორიის 21 საუკუნის ისტორიის განმავლობაში გამოუცდია. ერთ-ერთი უმძიმესი ეპიზოდი იყო ჩვენი ქვეყნის ისტორიაში და ეს რა თქმა უნდა არასდროს აღარ უნდა გამეორდეს. ყოველ შემთხვევაში ის თაობები, ვისაც ეს გვახსოვს, ამ თაობებმა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ესეთი რამ საქართველოში აღარ დადგეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ თუ მოთხოვნა დადგება და თუ უზე აღარ არის უკვე აღმოჩნდა რომ ამდენი წელი გავიდა და იარები არ არის მოშუშებული. რა თქმა უნდა. აღმოჩნდა, აი დრო ყველაფერს კურნალიაო და არ არის ყველაფერს კურნალი. ეს იმიტომ მოხდა რომ თავის დროზე არ იქნა ეს შეფასებული და დროზე რატო არ იქნაო შეფასებულიო თავისე. ეხლა აბსოლუტურად სხვა ვითარებაა. მსგავსი ხასიათის კომისიის მუშაობა დღეს ხდება, დღესაც კი ხდება, ამ პასეს რეზოლუცია ავიღოთ ან ნებელთ სხვა ევროჩინოვნიკების გამონათქვამები და ბრძანებები პირდაპირ არ ენდობიან, გმობენ ამ წარმოიდგინეთ თავხედობა და სხვა შემთხვევაში, როდესაც ჩვენ სუვერენული უფლებები არ გვქონდა ესე დაცული ადრე, ეს იქნებოდა ძალიან რთული კატასტროფა. ეხლა ჩვენ მოგვეცა ამის შანსი. აი შავა ნახეთ რა მდგომარეობა არის. რეალურად ამ ქვეყანამ თავის დამოუკიდებლობის პერიოდში პირველად კაფიოდ განაცხადა, რომ ის მიუხედავად იმისა, რომ ვთქვათ, არის ცალსახად ევროინტეგრაციის მომხრე, არსებობს ამ გზაზე ისეთი თემები, რომელიც თემაც ჩვენი ქვეყნისათვის არის აუცილებლად დასაცავი და შანტაჟით ამას ჩვენ არ დავექვემდებარებით. მაგალითად ის, რომ არავითარ შემთხვევაში წარმოუდგენელია, რომ საქართველოს ხელმეორე თავისი, ასე ვთქვათ, გადადგმული ნაბიჯების გამო შევიდეს კონფრონტაციაში რუსეთთან, რაც გამოიწვევს რუსულ აგრესიას საქართველოში. წარმოუდგენელია, იმიტომ ეს არის ეგზისტენციალური, ასე ვთქვათ, საფრთხე, ანუ სასიცოცხლო საფრთხეა ჩვენი ქვეყნისათვის. წარმოუდგენელია, რომ ის ხელისუფლება, რომელიც აი ამ საშინელებებს ჩადიოდა, მობრუნდეს ხელისუფლებაში. იმიტომ მას ექნება შურისძიების კიდევ უფრო დიდი, რო იტყვიან, ასე ვთქვათ, мотивация. ეს არის ჩვეულებრივი ბუნების კანონი. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, დღეს ჩვენ იმ ზეწოლას, რომელსაც ვიღებთ გარკვეულწილად დასავლეთისაგან, ამ ზეწოლას ჩვენ უნდა გაუძლოთ. საზოგადოებამ უნდა გაუძლოს. აქ არ არის მარტო ხელისუფლებაზე. იმიტომ რომ თუ ჩვენ აი აქ ეხლა არ დავანახეთ ყველას, რომ ეს არის ქვეყანა, საზოგადოება, ერი, რომელსაც თავისი, ასე ვთქვათ, პრინციპი გააჩნია, მაშინ შენ ჩათვალე, რომ ვერც ვერაზოს ვერ გახდები, ვერც იმ ევროკავშირის რეალურად წევრი. ესეც უნდა კარგად, ასე ვთქვათ, გავიაზროთ. არა, მან ძალიან მნიშვნელოვანია შემდეგი, მეგობრებო, ჩვენ გმობენ იმაზე, იმისთვის, რომ ჩვენ ღია დაუფარავად და 100%-ით სიმართლით და გამჭვირვალეთ ვიხსენებთ, ვამხელთ და ვიხსენებთ შემზარავ ფაქტებს, რომელსაც ადგილი ჰქონდა. უამრავ ფაქტზე სისხლის სამართლის ძალაში შესული განაჩენი არის დამდგარი როინშავაძის კვლელობა.
მასზე წამება. ეს არის სისხლის სამართლის საქმე, რომელიც განიხილავს რამოდენიმე ინსტანციის სასამართლომ და რომელმაც დაადგინა, რომ დაზარალებულია როინ შავაძე, კონკრეტულად შვებიზელს არის საუბარი და არიან კონკრეტული ადამიანები, ვინც ის წამებით მოკლეს, ხო? და ეს არის ფაქტი. ამას ვიხსენებთ. აქ ერთი გრამის სიყალბე არ არის. სტრასბურგის განაჩენებით დადასტურებული ამბებია და ამის გახსენების უფლება თურმე არ აგვაქვს. ეს არის როგორი მიფურთხება, იცი, ქვეყნისთვის და მისი ღირსებისთვის, რომ რა ვიცი, ამის გამო თუ სასჯელი დაგვადეს, ეს სასჯელი ღირსებით არის მისაღები რა. და იმიტომ ვამბობ, რომ აქ საზოგადოებასაც სჭირდება, რო იტყვიან და ერთს დარაზმვა. იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ. აქ არის რეალურად ბრძოლა იმისთვის კი არა, რომ ჩვენ ევროკავშირის გზაზე წარმატებას მივახცევთ თუ არ მივახცევთ. საერთოდ რამე გზაზე, როგორც სუბიექტს განგვიხილავენ თუ არა, თუ მუდამ გვიქნებით იმ მდგომარეობაში. ეხლა იცი რა, შენ ამას გააკეთებ და უსიტყვოდ გააკეთებ და იქნება ის ხელისუფლება, რომელიც ამას ყოველთვის გააკეთებ, მაგრამ სანაცვლოდ მიიღებს იმ რაღაცა თავის, ასე ვთქვათ, მათხოვრულ ულუფას და ტაშს, რომ ის გამოყენებული იქნა მისი ქვეყანა ამისათვის და გეტყვით მეცაც, ქვეყანა აღარ დარჩება. კი ბატონო. და ხელისუფალებსაც აღარ ექნება თუ გინდაც იმ მარიონეტულ ქვეყნის მმართველობის უნარი. იმიტომ რომ მე მან დაიზრდება და რაღა ვიღაც მარიონეტი ყავდეს, მაგრამ ქვეყანა დავშალოთ თუ ამბობენ. არა, რა არის იცით რომ რა არის იცით რომ ის რაც გაცხადებულად ვიცით რომ ჩვენ გთხოვდნენ რუსეთთან იმ დაგვარ კონფრონტაციაში შესვლას, რაც გამოიწვევდა რუსეთის მხრიდან აუცილებლად სამხედრო აგრესიას, ხო? ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი როგორც ფიზიკურად სხეული სახელმწიფოს მდგომარეობა იქნებოდა გაცილებით უფრო ძიმე და ასე ვთქვათ სავალალო. მაგალითი გვაქვს, ხო? აგერ ჩვენ არ გვაქვს უფლება, რომ უკრაინულ განვითარების მოდელს უარი უთხრათ. უკრაინას ხო პირდებიან ახლა ჩვენზე სწრაფად მისცეს კანდიდატის სტატუსი და ახლა პირდებიან, რომ აი ოქროს ბუსკვერცხებს თუ ოქროს კვერცხებს ხო პირდებიან ჯინჯილაკებს. არ იქნებათ, არც იმას მისცემენ. ჩვენ გვაქვს უფლება, რომ უკრაინის ბედი არ გავიზიაროთ, გსურდეს ეს. რა თქმა უნდა. ეს გვალდებულებაა. ურმეს მადლობა. ბატონო ირაკლი გადაგიშვილი იყო ჩვენი განაცემის სტუმარი. ჩვენ მომავალ პარასკევს ალბათ ძიმე პარასკევა და არ იქნებით ეთერში. წინასწარ გილოცავ აღდგომის პირველ დღესასწაულს, მომავალი კვირაც მშვიდობით გავიაროთ და მნიშვნელოვანი კვირაა ჩვენი ხალხის და ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში. ლამაზად გავაკეთოთ ყველაფერი და აი როგორ ლამაზად 9 აპრილი დასრულდა, რომ არ წამოეგეთ მართალია ვიღაცების მოთმინების და ნერვების ხარჯზე. მოდი ესეც ვთქვათ. იმიტომ რომ ხალხი ყოფილო იყო იმით, რომ რატომ ვაძლევთ, მაგრამ მე ხალხმა გაიგო თუ რატომ. მეც მომიწია მეგობრებისთვის ახსნა იმისა, რომ კი ბატონო. ხალხი ამბობს, რომ რას ქვია, იმათ როგორ უნდა გაგაჩერო. მეუნდებით, რომ ის იმაში კი არ არის პრობლემა გაგვაჩერებდა. ხო, პრობლემა იმაშია, იმასაც სწორედ ეს უნდა, რომ შენ შეუტიო. ხო, შეუტიო და ეს გამოყენებული იქნას ისევ შენს წინააღმდეგ, შენი ქვეყნის წინააღმდეგ. ეს გაიგო. მართლაც გაიგო. ბევრი ახსნაც არ არის საჭირო ჩემი აზრით. არც დაჭირდა. ქართველებისთვის ხელგულზე, რა თქმა უნდა, ყველას ეგ პირველი რეაქცია ეს გვაქვს. რომ რას ქვია ხა პოლიტიკოსი ხართო, ეს გაქვს. მაგრამ მე შენ ვიღაცა არ არაობავ, დამიწესე ფეის კონტროლი, პატა ბურჭულაძეს ფეის კონტროლი გმირიხსოვნა აუღნიშნო. საშინელება. მეორე ნაბიჯი არის, როცა გონებას უნდა მოუხმო. კი ბატონო და მოუხმეთ კიდე. ვატო შაკარიშვილი ხმა ჩვენი განაცემის სტუმარი, მაგამდე რეკლამა. ეხა მეგობრებო, აგერ ჩვენი ძმა არის აქ მოსული, ვატო და აგერ ედიშერის ბატონი ვიღაცები შევნიშნენ და ვატოს ახლა 5 წუთი საუბრობდით ღვინოზე, მხოლოდ ღვინოზე, მეტი არაფერზე და ხო გავაგზავნე. ხო და რა კარგია, ჩვენ საუბრობდით იმაზე, რომ აი ევროპულად დაყენებული მე არ მომწონს, ტანინი თუ არ არის არ მევასება. კარდენახის წარაფიც ვახსენე, ხაშფში გონია შენ კავშირები და საფერავი. საფერავს როგორც ვავეული, არა სამიჩიკა და მეც წნევა მიწევს. მოკლედ, მე რის თქმა მინდა იცი მეგობრებო, რომ ჩვენი ნამდვილი წიაღი და ქართველების ნამდვილი ასპარეზი არის ეს საუბრები. ნეტა ისეთ თოქშოები წავიყვანო, სადაც აი ესეთ ადამიანურ ტრადიციულ კაცურ თემებზე, საჭმელზეც, რომელიც უფრო ჯობია, კახური, მეგრული, კაი, გასაგებია, მეგრელები ჩამყვირიან ყურში. და ასე შემდეგ. რომელი ღვინო ჯობია,
კახური და მეგრული ყველას თავისი და უპირატესობა. ასე შემდეგ. გასაგებია. მაგრამ ბოდიში უნდა მოგიხადოთ, რომ ჩვენ გვიწევს 1000 მამაძაღლზე სამწუხაროდ საუბარი, იმიტომ რომ საქმე მოითხოვსას იმედია გავივაკებთ და რაღაცნაირად უფრო მეტი დრო გვექნება, მაგრამ ეხლა სიტუაცია არ არის მარტივი. ვატო, არ ვიცი მე იმ ინციდენტზე არ უნდა ლაპარაკი, კაცო, ყველაფერი ნათელია, გასაგებია. და სწორადაც მოიქეცი 100 წელი. მაგრამ ეს ინციდენტი ხო არ აღმოცენდა ცარიელად, ხო? ეს არის რაღაცა ამაზგზენი პროპაგანდის შედეგი. ამ პროპაგანდის ერთ-ერთი ნაწილი 9 აპრილის პროვოკაცია იყო, რომელსაც არ წამოეგო რა თქმა უნდა არც ხელისუფლება არც ხალხი და ასე შემდეგ. მოდი აი ამ თემებზე ვილაპარაკოთ. კი, ნუ ფაქტია, პროვოკაციებზე. ფაქტია, რომ ეს ყველაფერი არის იმის შედეგი, რომ არა მარტო ამ უკანასკნელ 2 და 3 და 5 წელიწადში, არამედ უახლეს ისტორიაში რაღაც მოვლენები ჩვენ არ შევაფასეთ ადეკვატურად რა. იმადონ. არც მოვლენები, არც პერსონები არ შევაფასეთ ადეკვატურად და არ დავარქვით ყველაფერს თავისი სახელი. და ამან მოიტანა ის, რომ აი აქ ეხა ბატონი ირაკლი იყო ქადაგიშვილი 9 აპრილის ამ სისხლიანი ღამის მონაწილე, ეროვნული მოძრაობის წევრი, ღირსეული ქართველი კაცი და ირაკლი ქადაგიშვილი 2025 წლის 9 აპრილს არ მიუშვეს 9 აპრილის მემორიალთან პარტკომებმა, კომკავშირის მდივნებმა, რუსულმა LGBTQ თემის წარმომადგენლებმა და ასე შემდეგ. იმ ინციდენტზეც ეხა გოგა ხაინდრავას 9 აპრილზე რო ლაპარაკ, აი 9 აპრილს რო ახსენეთ რა და გოგა ხაინდრავასთან მიდიხარ პარალელურად ოჯახში, სახლში უვარდები და ეძახი რუსს. საერთოდ 9 აპრილი რო იცის მსოფლიო 9 აპრილი რო იცის მსოფლიო ეს არის ასახული ფირზე, კადრზე და ამან მოიარა მთელი მსოფლიო, ეს არის ამ კაცის დამსახურება. და იმდენად აი რასაც ამბობდი, ეს პროპაგანდა, ეს სიმახინჯე, ეს გაუკუღმართება ყველაფრის ამ 30 წლის განმავლობაში და სამწუხარო ის არის რომ ამბობთ 30 წელს და ის 12 წელი, როდესაც ქართული ოცნება არის ხელისუფლებაში, ის რა თქმა უნდა წამება, მანკიერება, ადამიანის უფლებების შელახვა, ჩაგვრა, ეს ყველაფერი დასრულდა, მაგრამ სამწუხაროდ გაათმაგდა და გაასმაგდა აი ეს მიმართულება, ტყუილები განათლების სისტემაში აბსოლუტური დეგრადაცია, სრული, მიზანმიმართული მცდელობა იმისა, რომ ერს მოეშალოს მეხსიერება. ერმა თუ ვერ გამოიტანა დასკვნები და გაკვეთილები წარსულიდან, იმას ვერ ექნება კარგი მომავალი. და ეხლა მიდის, არ ვიცი, მე ვფიქრობ, უახლეს ისტორიაში უმნიშვნელოვანეს პერიოდს გადის კი. აი, ჩვენ გვეგონა, რომ თქვათ 5 წლის 2016-ში, 2012-შიც მეგონა, რომ სრული ლუსტრაცია არის და ყველაზე ყველაფერი ვიცით, საზოგადოება თურმე არ სრულდება რა. და აი ამ განსაკუთრებით ბოლო 3 წელიწადში რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე და პარალელურად ეს აბსოლუტურად მწიფდება რა, ეს ფურუნკული გასკდა, ეს მაპატე ჯირკი გადმოვიდა და ეხა ეს მიდის გაჯანსაღების განწმენდის პერიოდი და მათ შორის ამაში ამ პროცესში უდიდესი როლი აქვს დროებით საგამოძიებო კომისიას. სადაც ეხლა შალვა გულწრფელად ვამბობ, ძალიან პატარა ასაკიდან, სკოლის ასაკიდან გიორგი ზერეკიძე იყო ჩემი მეგობარი ბავშვობის და აი წარმოიდგინეთ 15 წლის ასაკიდან ვიცი, თვალსვადევნებ, ვკითხულობ, ვერ ყვევი და იმ პროტესტის მონაწილე ვიყავი წლების განმავლობაში. ხო და მეგონა რომ ძალიან ბევრი რამ ვიცოდი. ესე აი ხა ამ კონცენტრირებულად პირდაპირ ეთერში ამ შავოსანი დედები, ეს დაჩაგრული, გაუბედურებული ადამიანები რო სხედან და ამ ყველაფერს ლაპარაკობენ, ნუ ეს ძალიან მძიმეა რა და აი პირდაპირ დღეს სახელსაც არ ვახსენებ, ვიღაც მანქურთი Facebook-ში ხა ჩამიგდეს, რომ ზის და კილიკობს, არ ვიცი შეგვიძლია გავუშვათ ჩალვან, მე გავუშვათ სამნიდაკოში. ეს ხაბეიშვილი ზის და კილიკობს, თავისი ამ უნიჭო რაღაც იმას აკეთებს პერფორმანსს, რომ იქო რო სხედანო ეს ვიღაცეებიო და ლაპარაკობენო ვაიმე ქონება წამართვის ვარ. წარმოიდგინე ამასაც კი აბუჩად იგდებენ, ნაცვლად იმისა, რომ საერთოდ
საჯაროობა და პოლიტიკა და ხელისუფლებასთან მიახლოება კი არა, საერთოდ დაიმალონ. წავიდნენ, გადაშენდნენ ამ ქვეყნიდან რა. არა, ეგრე არ გადაშენდება, არა. ხო, ჩვენ გავაკეთებთ ამას კანონის უზენაესობით და როგორც კი წითელ ხაზებს გადაკვეთავენ სხვა ფორმითაც, რადგან ამ ქვეყანაში რაღაცნაირად დამკვიდრდა და ეს დაუსჯელობის სინდრომი იყო გამეფებული წლების განმავლობაში, ხო, წავიდოდა ვიღაც პოლიციის მანქანას დაწვევდა, მერე პრეზიდენტი შეიწყალებდა იქ რაღაც შარლ-მიშელის დოკუმენტი შედგებოდა და ვიღაცა მკვლელებს ციხიდან გამოუშვებდნენ და ეს დაუსჯელობის სინდრომი გამეფდა, იქ ვიღაცა მივიდოდა და ღირსეულ ადამიანს ქართველს კაცს წავიდოდა მონას დაუძახებდა და ეს ისე გაივლიდა თითქოს არაფერი და პასუხი იქნება ამაზე ძალიან მტკივნეული. აი უყურებთ ამდენი ხანი ქართული საზოგადოება ითმენს, კბილებით უჭირავს შალვა, რომ ეს არ გადაიზარდოს სხვა რამეში, უნახავს ჩემზე უფრო თაობას, ამის წარე გამოცდილება აქვს და ყველაფერს აკეთებს, რომ სიმშვიდე, სტაბილურობა შეინარჩუნოს, იცის, რამხელა ფასი აქვს ამას, ხო? და მაინც არ ჩერდებიან. მე ომზე ლაპარაკობ. გავუშვათ რა. კი. გავუშვით შეიძლება. აი ვიღაცა ტიპები ხო შედან. ხო. და ლაპარაკობენ რა. რომ ბიზნესი წამართვეს. ხამის 3 საათზე ჩემთან მოვიდა და დამიფორმა. მე პროკურატურაში დამიბარეს. პროკურორმა მაწამა შაოთახში. მე მოსამართლე ან მართლა თემას ყვება რომ გინდა რომ ადამიანს უბრალოდ ბოლოს სად ვიჭედები, იცი? მართლა ვიჭედები სად? რომ აი ეს ტიპი ვინც მოვიდა შენთან ხო? ფინანსურის ვიღაცა, ვინც გაშინებდა. ეხლა თანამდებობაზე. და მე დაწინაურებული კი არა და ვაფშე სად არის ეგ ხალხი? არის პროკურორი რომელმაც იჭერენ ჩემ მეუღლეს, მე ვარ მეხუთე შვილზე 4 თვის ორსული. მიბარებენ პოლიციაში საბურთალოზე და მეუბნებიან, რომ რა ქონება დაგრჩათ, რამდენი შეგიძლიათ, რომ თანხა მოიტანოთ. ჩემი პასუხი არის, რომ აღარ გვაქვს ჩვენ ქონება, გვაქვს სახლი, რომელიც ისიც მევახშეებთან არის ჩადებული, არანაირი საშუალება არ გვაქვს, არანაირი ქონება არ გვაქვს. ვის ოთახშიდაც ვიჯექი, აღებს უჯრას და მიდებს წინ ჩემი შვილების ტყუპების გიორგი და ზუკა გურგენიძეების ფოტოებს, რომლებიც იყვნენ მაშინ 19 წლის და მეუბნებიან, რომ აი ეს გიორგი და ზუკა გურგენიძეები ხომ თქვენი შვილები არიან. ნუ იქ სიმართლე გითხრათ, გავფუჭდი აბსოლუტურად. ეს ქალბატონი ჩვენ ტელევიზიის გუნდის წევრია. ჩვენ დილის წამყვანი. მისი შვილები ჩემი მეგობრები შალვა ოქროოჯახი ძალიან მაგარი ოჯახი. და ჩვენი შინაურია, ჩვენი ოჯახის წევრია. ჩვენ დიდი პოზიტივის ოჯახი ვარ და ეს მოკლედ ხო მართლა აი ამის დედავატირე რა. არა მართლა რა. წარმოუდგენელი. სად უნდა დააჭირო? რა ცხოველი ძნობს რომ სადასავარდნია და. ზღვარი არა. იქ არ წახვიდე. არ არის შენი თემა რა. იასრებს უწერდნენ მეტრეველს ნახავდი ამ ადამიანს რომელიც ღირსეულად ატარებს ამ ტრაგედიას და სხვისი შვილები ბუტას ვეღარ გააცოცხლებ, ხო? სხვისი შვილებისთვის იბძვის და იქ ახსენა კომისიაზე რომ მე ირინაც ვარ აქ, იურაც ვარ ვაზაგაშვილი, იმიტომ ეს ხალხი არ იკმარეს შვილების მოკლა, წამება, ღირსების შელახვა, დამნაშავეებად გამოცხადება და მე მშობლები დაუხოცეს. იურა ვაზაგაშვილი თავისი შვილის საფლავზე ააფეთქეს. ბესო ხარძიანის ისტორია მოვისმინეთ და ვიცით შედეგია განაჩენია დამდგარი. ესენი ხა წარმოიდგინე შალვა. იმ დღეს იყო გამოსვლებზე აი ომი გინდა რო გვეძახიანო, დიახ გვინდაო რა ომიო, ხო? ხო ეს ხო. ვინ იომებს? ვინ? აი ეგ მინდა რა ზუსტად თქვა. აი ესენი წარმოიდგინე, აი ეს ტიპი ვიღაცა რა, ხაბეიშვილი. ერთი პადლეცი მოვარტყი, ისეთი რა, ცუბუქი. არ შეიძლება და ცუბუქი და მოკტა კინაღამ კაცი და ტირილი და სასტრაფო და კარგი, საჭიროა ხარ. სასტრაფო და ისე რა ქვია. პოლიციას ყვიროდა, ხო? ვინ უნდა იომოს? ამან უნდა იომოს? მაინტერესებს, ამან უნდა იომოს? ხო და პრედმეტით, ეს ისე. პრედმეტი, ანუ საგანი, ფიზიკით, სკოლის პრედმეტით უნდა. აი ასე რომ ისწავლო შენ ეს ყველაფერი. ის სანამ ეს კარგი, ეს პრედმეტით გასაგებია, მაგრამ მოდი ესე ვთქვათ რა, მე ჩვენს წინა პატრიცა მუსტუმარსაც კითხე და შენც გეკითხები. ნუ ეს რიტორიკული კითხვა პასუხი ცხადია, მაგრამ მინდა მაინც ამ თემაზე რომ ერთი-ორი სიტყვა ვთქვათ. დიდი აღსფოთება კვლავ არის ხალხში ამათ წინააღმდეგ. არაფერი
შეხორცებული არ არის. თავის დროზე რო არ მიეცა და გასაგებია რატომაც მიეცა, იმიტომ რომ მეტსპორტს გამოწევდა. აი 9+ როგორც არ გავწმინდეთ უწმინდურებისგან ის აი ხა 9+ ეს კარგი ვქენით, იმიტომ რომ საბაბი ექნებოდა. ასევე არ იყო ამის დრო. ეხლა მოდის იმის დრო, როცა ყველაფერს თავის სახელი ერქმევა და დაპირებაც გვაქვს, რომ უნდა გაუქმდეს როგორც იურიდიული პირი უნდა გაუქმდეს ეს პარტია. კი, ბოლომდე არის მისაყვანი შალვა. ეს პროცესი არის ბოლომდე მისაყვანი. უკან თუ დავიხოთ არ გვაპატიებს არა. კანონის უზენაესობის პრინციპი უნდა იყოს აბსოლუტურად გარანტირებული და დაცული და ეხა აქ მის დემოკრატიობანას თამაშის დრო ნამდვილად აღარ არის რა. ჩვენ ეხა ქვეყანაში ისე როგორც არასდროს შალვა გვჭირდება შიდა პოლიტიკური სტაბილურობა. ხედავ ხომ სოფლიოში რა ხდება რა უწესრიგობა არის სანამ რაღაცა ის ახალი ჩამოყალიბდება, როგორი ჩამოყალიბდება, ან ჩამოყალიბდება თუ არა საერთოდ, ხო? დიდი არეულობის პერიოდი და ეპოქა არის, აბსოლუტურად გაურკვეველი სიტუაციაა. ჩვენ გვჭირდება მაქსიმალურად ქვეყანაში შიდა პოლიტიკური სტაბილურობა. იმისათვის, რომ ვიყოთ კონცენტრირებული ეკონომიკურ განვითარებაზე, კეთილდღეობის უზრუნველყოფაზე, კონტაქტების, მეგობრების, პარტნიორების ძიებაზე და გამყარებაზე და აქ თუ შიგნით ყოველი ვიღაცა ხუთი მანქურთი შეიკრიბება და იმას შეუძლია რაღაცა დღის წესრიგის შეცვლა და ქვეყანაში დესტაბილიზაციის და არეულობის შემოტანა, ესე ვერ წავალთ შორს. ამიტომ არაფერს არ ვითხოვთ ხო განსაკუთრებულს, ვინმეს უდანაშაულოს დასჯას ხო არა. ჩვენ აი მაგალითად ვითხოვთ, რომ კანონის უზენაესობის პრინციპი იყოს დაცული, ყველა მაგოს პასუხი კანონის წინაშე და ეს ნაღმი, რომელიც დევს ჩვენ საზოგადოებაში, ჩვენს პოლიტიკურ სივრცეში, უკვე 9 წლიან რეჟიმს ვეძახდით, ხო? 9 წლიანი არ არის, მეგობრებო, ეს რეჟიმი. ეს არის თითქმის 25 წლიანი პერიოდი, იმიტომ რომ იყო ერთ სტადიაში იყო ხელისუფლებაში იყვნენ კი ბატონო და ხელისუფლების შემდეგ. მართალია ხელისუფლებიდან ჩამოშორების შემდეგ მათ აღარ ქონდათ ეს ბერკეტები, პოლიცია, ჯარი, არ ემორჩილებოდა, მაგრამ საზოგადოებაზე ძალადობა, აი ამ შხამი ტელევიზიები, ცილისწამება, ტყუილი, მუდმივი დესტაბილიზაცია. წარმოიდგინე რა შალვა ეხა ჩვენ რო შევიტანეთ ერთიანმა ნეიტრალურმა საქართველოს განცხადება საქართველოს პროკურატურაში და ვითხოვთ ამ აგენტურული ქსელის გამოვლინებას და დასჯას. იქ არის 319 მუხლი სისხლის სამართლის კოდექსის, მტრულ საქმიანობაში დახმარება, მარტივად რო თქვა. და აი გეკითხებით რა ის სულ რიტორიკულ კითხვას. პირდაპირ ამბობენ, თვითონ ქმნიან მტკიცებულებებს. აი ამბობს გამოდის ოპოზიციონერი და ამბობს, ჩვენ ვიმუშავეთ ევროსაბჭოში, რომ შეწყდეს საქართველოს შეუწყდეს უფლება მოსილება, გაირიცხოს იქიდან, დაისაჯოს აქედან, ვიზა ლიბერალიზაცია შეუჩერდეს. არის თუ არა ეს უცხო ქვეყნებისთვის და უცხო ქვეყნებს დაქვემდებარებული ორგანიზაციებისთვის საქართველოს წინააღმდეგ მტრულ საქმიანობაში დახმარება. ეს შენ მუხლის დეფინიცია. ხო, არა, შინაარსი ხო არის. აბა რა არის? ეს არის მტკიცებულება. ოღონდ რა იცი უცნაურია საოცარი, რომ ტიპებმა ზოგიერთმა მაინც ხო იცის რომ ეს ასე. იმდენად აქვს გამჯდარი ამ დასავლური ხარდაჭერაც არ ქვია. თავის დასავლელი პატრონების იმედი რომ პირდაპირ კი მე მუშაობ იმათა რომ ქვეყანას პრობლემები შეექმნას, რომ მე ამ პრობლემებით აღშფოთებულმა ხალხმა დამიჭიროს ხარი და რევოლუცია მოახდინოს. ეს რა არის? იყვნენ ამით გათანამებული, რომ თქვათ რაღაცა უბანში მოვივიდა კონფლიქტი იმაზე რომ გადმოვიტანოთ და ეხლა მე მოვიყვან ვიღაცა ძლიერს და ის ნახე იმან შენ რა გიქნას, ხო? მოვიდა ის ძლიერი და წავიდა პოლიტიკიდან წავიდა. ხო, როგორც კი ბატონო ვროთ, ხო, ეს მიხაილ ვროთ. არა მარტო. ისე კოლექტიურად რა, სუროთები არ არიან და ეხა ნახე რა ჭირს ევროპას. რა მდგომარეობაში არის. მათი ზურგი ვინც იყო და ეხა ვაშინგტონიც ქონდა, Deep State-ს ვაშინგტონიც ქონდა, ხო, თავიდან ბოლომდე ხელში და ეხლა იქ დიდი ცვლილებებია, გაირკვევა ძალიან მალე ეს ცვლილებები, ტაქტიკური გადაადგილება მართლაც რაღაცა შინაარსობრივად და ძირავულად იცვლება თუ არა, რისი მე პირადად ნაკლებად მჯერა, მაგრამ ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში ვიყოთ თქვა და შევინარჩუნოთ ეს ფრთხილი ოპტიმიზმი, რომ ეს ბრძოლა მართლაც რეალურია, რაც ტრამპმა გამოაცხადა და არ არის მოჩვენებითი და ვთქვათ რაღაცა გადაჯგუფების გადაადგილების და დღეს ხდება პუტინს შეხვდა უკვე. კადრებია როგორ ხდება, ხო? ხდება როგორც ძალიან დიდ კაცს, გასაგებია გრანგებს სხვაობა. არ არის საშიში რომ რაღაცები მოილაპარაკონ და თუ ჩვენ არასწორად ჩავერთვები სადღაც ორმა აკლემა ერთი კოზაკი გაჩნდა. კი, რა თქმა უნდა. არა, არ ყოფილა. რაც მოვიდა უკრაინას, ხო? გუშინ წინ
ასევე შეხვედრაზე რუსეთ-ამერიკის წარმომადგენლებს შორის პესკოვმა განაცხადა, რომ უკრაინაზე საერთოდ არ ქონია ლაპარაკი. იმიტომ რომ გაცილებით მეტი ინტერესები. უკრაინაზე საერთოდ არ ქონია ლაპარაკი. ანუ უკრაინა საერთოდ ამოვარდა გაწირული, დანგრეული, განადგურებული ქვეყანა, იქიდანაც ეხა ამერიკიდან მარტო ის ისმის, რომ იმაზე კი არის ლაპარაკი, რომ ეს რა საშინელება მოხდა რატომ. ფული ჭამდენი ჩავდეთ, ანგარიში მიდის პორტები მოგვეცით რკინი გზა. იმითი კალკულატორით ხედან რაღაცა Excel-ის ფაილები და ითვლიან ფულს. იმას არ უყურებენ, რომ ქვეყანა გაანადგურეს, მილიონზე მეტი ადამიანი მიწაში ჩააწვინეს. არა გმობენ. დაანგრიეს ქვეყანა. წინა რეჟიმის ბრალი ეს ომი არ იყო სწორი. წინა რეჟიმი ანუ ერთ შენიერ დღეს ვიღაც რომელიღაცა რეჟიმი დიდ ქვეყანაში ომს გაწყებინებს, მე ეს რეჟიმი იცვლება და მომდევნო რეჟიმი, რომელიც წესით სამართალმემკვიდრე უნდა იყოს, გეუბნება რომ მე რა შუაში ვარ, კაცო ეს იმათი ბრალიაო და გაკვეთილი საქართველოს ამ პატარა ქვეყანამ, დიდი ისტორიის ღირსეულმა მაგარმა ქვეყანამ და მაგარმა ხალხმა. ხო უნდა მოვახერხოთ, რომ აქიდან არათუ რაღაცა საუკუნეების წინანდელი მოვლენებით, ფაქტები და აი აქ ჩვენ თვალწინ რო ვითარდება ჩვენს დროებაში. იქიდან მაინც ხო უნდა შევძლოთ და გაკვეთილები გამოვიტანოთ და ერთხელ და სამუდამოდ ეს მოხდეს დესაკრალიზაცია და ეს ევრო სიგიჟე დასრულდეს და რაღაც ფეტიშიზმი, რაღაც სიგიჟე მართლაც რომ აი რაც იყო რა 35 ნატოს ჯარები შემოვლიანო და რაც ეხაც გრძელდება ხო კონსტიტუციაში გვიწერია სამწუხაროდ დღემდე ისეთ ორგანიზაციაში გაწევრიანების სურვილი და რაღაც ეროვნულ მიზნად არის გამოცხადებული რომელიც პირდაპირ ევროკავშირი დღეს მტრობს საქართველოს მტრობს პირდაპირ ევროკავშირის დღევანდელი ხელმძღვანელობა და წლებია უკვე ეს გრძელდება საქართველოს მტრობს დაინტერესებული არის საქართველოში ხელისუფლების ცვლილებით დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების დამხობით და აქ საკუთარი აგენტურის მოყვანით და ამ მიზანმა და ამ აქ წარუმატებლობა იმდენად გააგიჟა რომ ფონ დერ ლაიენი გამოვიდა რამდენიმე დღის წინ და ესე იგი აზიის და ევროპის დაკავშირებადობაზე ლაპარაკობს და საქართველოს არ ახსენებს. და მე ალიევისგან ჩვენ მეგობარი სახელმწიფოს მეგობარმა ლიდერმა აბსოლუტურად ადეკვატური და სამართლიანი პასუხი გასცა. ნუ მინიმუმ იმას დახედე, გლობუს მაინც დახედე დალოცვილო თუ როგორ არის ეს ლოგისტიკური გზები და აზერბაიჯანს სომხეთს ურთიერთობები რომელიც გვინდა რომ კარგი იყოს მაგრამ ჯერჯერობით საფრთხე არ არის კარგი ესე დაბრმავებული და მარტივად ვიტყვი დაბოღმილი იმით რომ აქ საქართველოში ვერ მოახერხეს რევოლუციური სცენარის განხორციელება რომ ის გეოგრაფია შეცვალა ხო არა სომხეთში ჩალჩობენ რაღაცებს და პრობლემაა ეს და ჩვენ სხვადასხვა წვლილი შევიტანეთ შეიძლება არც თუ ისე დიდი მაგრამ ნიშნულოვანი თუ ამერიკელებმაც აღნიშნეს სომხეთ-აზერბაიჯანის დარეგულირების საკითხში. ეგრე იყო. ჩვენ კაფეოთ ვამბობთ აზერბაიჯანიც ამ პოზიციაზეა. ჩვენ ვამბობთ რომ გვინდა რეგიონში მშვიდობის შენარჩუნება, ისეთი პლატფორმების, ისეთი სივრცეების შესაძლებლობების გაჩენა, სადაც ვითანამშრომლებთ, ვიმეგობრებთ, ყველას ინტერესები იქნება გათვალისწინებული, მაგრამ უპირველესად იქნება საქართველოს ეროვნული ინტერესი დაცული და გათვალისწინებული. ეხა ვილაპარაკოთ ამ ეგრეთ წოდებულ პროტესტზე, რომელსაც ეს ჭინკები მიმართავენ, რაღაც თარიღებს კიდებენ და ასე შემდეგ. ხო, ეს იდიოტი პატა ბუჭალოძე, ეს იდიოტი მართლა ეს მიუსაფარი ბავშვებისთვის გაწირული ქველმოქმედების ქურდი. ხო იცით სასამართლოში მიჩივლა. თაღლითი უწოდება ბავშვების ფულის მომპარავი და მე მუშაობდი წლების წინ ამ დოკუმენტურ ჟურნალისტურ გამოძიებას. კი ბატონო, ხო. ხო და ისქენით რა ქვია, მოვიგე სასამართლო. სასამართლომ მიზან შეუწევნად მიიჩნია მისი ასე თქვა პრეტენზიები და ეხლა ღიად შემილია ვილაპარაკო. რუსკი ბას. ანუ უკვე სასამართლოს მიერ მონიჭებული უფლებით შემილია ვილაპარაკო და ის არის თაღლითი. ნამდვილი თაღლითი. 9 მილიონი. ანუ მე ესე უნდა მეთქვა თურმე რომ ჩემი აზრით მე მგონი ყველაფერი იმას ამბობს არა ეხლა მე შემიძლია გქო რომ პირდაპირ პატა ბუჭროზე შეხარ თაღლით და ბავშვებს მიუსაფარ ბავშვებს ფულს პარავ შემიძლია ჩატარ ერთ სასამართლო მაგრამ კაი ხო და აი ეს ადამიანები რომლებიც რაღაც თარიღებს კიდებენ რაღაც სიგიჟებს აკეთებენ ეხლა რომ გადახედო და ჩემი სამსახურიდან გამომდინარე ინფორმაცია გვაქვს ხო ჟურნალისტები არიან და უყურებთ რა ხდება ყოველ დღე რუსთავის გამზირზე. ნუ ძალიან ცოტა რაოდენობა ხალხის. და მართლაც თუნებაა რომ ერთ შენერ დღეს ყველა ვინც არის გზა არ გადააკეთებინა მოხდო წაიყვანო რა და ნუ ეს მე მგონი რომ ეს მაინც არ არის გასაკეთებელი საბოლოოდ უნდა აი წვეთად უნდა ეს ყველაფერი ისე დახავსდეს რომ აი კი თავის ბუნებრივ ყველა უნდა ავიტანოთ ეს
პრობლემა რომ 2 საათი ხო, ჯერ ვთქვათ რამდენად არის ეს პრობლემა რა, რამდენად. ნუ რაღაც პატარა უსიამოვნება არის რომ რაღაცა ხნით თავი რაღაცა ფეტიში გზას გადაკეტავენ 15 წუთით და მერე იშლება ეს 70-მდე ადამიანი, აი რო იტყვიან თავების დათვლა კი არა, აი დაითვლი პირდაპირ რამდენი ადამიანი გამოდის ყოველდღიურად და სამსახურად აქციეს კი ბატონო. თან ძალიან მაგარი არის იშალა, აი ხო სამშობლო აქვს გადასარჩენი რა, რო კითხო იქ. ხო და ნახე, თუ ჯარიმას არ გადამიხდი, მაშინ არ გამოვალ აქციაზე და იმას რა ქვია, გზას არ გადავკეტავ. ხვდები თან ერთის მხრივ ამბობენ რომ აი სამშობლო აქვს გადასარჩენი და თურმე იქ რუსეთი დანაბრუნებენ ბურჭულაძესთან და ხაზარაძესთან ერთად ევროპაში მიიღწვიან, შიგ ევროპაში შედიან. და ამ დროს ესე იგი პროტესტის ჩახშობის საბაბად იყენებენ იმას, ვითომ ჩვენ პროტესტს ვახშობთ, რომ შეეზღუდათ იმ ფონდებზე წვდომა და იმ თანხებზე წვდომა უცხოურ ფულზე, ბინძურ პოლიტიკურ ფულზე, რომლითაც ამ ადამიანებს ჯარიმებს უხდიდნენ, მერე იქ ხელფასსაც უხდიდნენ გამოსვლაში და ასე შემდეგ და ანუ ეს არის მთლიანად ამ ყველაფერს აცოცხლებს მხოლოდ და მხოლოდ ერთი რამ, ფული. მეტი არაფერი და ეს რამოდენიმე ათეული ზომბირებული ოლეოლა ის რო დადის არ იქნება. ოლეოლა არის ის ხო სამი ქალი ყოფილა, ეხლა დავადგინე, დავით შენ უყურე თუ არა სამდაკოს იმ ვიდეოს, როცა ჩვენ გავუშვით, ორნი არიან გვარან ერთმანეთს. ძალიან, კი, მე ერთი მეგონა. ორია და მე გაიყვარ ჩვენ ხო ვეძებ ვიდეოს, სადაც სამი იქნებიან, სამნი ყოფილა, ანუ კლონირება ხდება. დიდი მადლობა ჩემო. მადლობა თქვენ. ვატო შაკარიშვილი იყო ჩვენი განაცემის. დიდი დღესასწაულები მოდის და მინდა შენი ეთერით მიულოცო ხვალ ლაზარე შაბათია ბზობა და წინვალე ავდგომის დღესასწაული სრულიად საქართველოს. ყველაფერი კარგად იქნება. ჩვენ მაგარი ხალხი ყავს ედი შერგვენიტაძე, ბონდო მძინაშვილი და გიაბაშის ბონდოსგან გვინდა აქ არის ბატონი ბონდო. ბონდოსგან გვინდა სიახლეები, რაღაცა კარგი ამბები მოდის საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის გადაწყვეტილება იყო და ზოგადად ამ თემაზეც გვინდა საუბარი. ესეთი და ხმამრავალი. ხო და ცოტა ხნის შემდეგ ჩვენ შევხვდებით ამ პატიოსთან და წესიერ ხალხს. ჩემი ოცნების გაგრძელება არის ესეთი გადაცემების გაკეთება, სადაც აი ესეთ თემებზე ვისაუბრეთ, როგორც ჯერ ვისაუბრე წინა სტუმართან დავიწყე, ახლა ვაგრძელებთ, აგერ სანამ ეთერში გავიდოდით. ესე ვისაუბრეთ, ბატონი ედიშერი არის სახელოვანი იმერეთის წარმომადგენელი. საიდან ბრძანდებით? სამტრედია. სამტრედია. და რა თქმა უნდა იმერეთში არის ღვინო ციცკა ძოლიკაური ძალიან ძლიერი და რა თქმა უნდა, მაგრამ მე დავუდგებ კახეთი, ქართლი, რაჭა და შემდეგ მოდის იმერეთი. რაზეც საქეიფო ყველაზე კარგი ღვინოა ციცკაო და მე ვამბობ აი ეს რა არის? არ ვიცი, მე ჩემი აზრით ყველაზე მეტი უკეთესი არის რაც გერძოებული ხარ. არ ვიცი, ციცკა, ცოლიკაური ოღონდ გეღიმება კიდე. ცოლიკაური უნდა იყოს 70% და 30%. გასაგებია. ზამთარში, ზაფხულში, როცა ცივია, შამპანური რაღაც გემო გასაგებია, მაგრამ როცა გვაქვს კახეთი, ყავს კახეთი. ერთმანეთზე უკეთესია ყველანი რა. აგერ ბატონი ბონდო საიდან ძანდებით? ქართლიდან სხვათა შორის ერთხელ ძალიან კარგ სიტუაციაში ვიყავით საქართველოს სხვადასხვა კუთხის წარმომადგენლები და ყველამ დაიწყო თავის მოწონება. არ მინდა ვთქვა რომ ტრაბახი ან ქვეყნა, არა, საჭმელით. აი ჩვენ გვაქვს ხაჭაპური, ჩვენ გვაქვს გუჭი, ჩვენ გვაქვს რაღაც, ყველამ რაღაცა ჩამოთვალა. ხაშლამა და ასე შემდეგ. ეგეც რაღაცა ჩამოთვალა და მე მეკითხებიან, აი თქვენ რა გაქვთ? თქვენ რა საკეთებთო? პირველი რას მოდის ცოცხალი. რა საკეთებთო და მე ძალიან ხმადაბლა და მოგწელებულად უთხარი, თქვენ ყველანი ამზადებთ და ჩვენ ქართველები ვჭამთ. ბატონო, ცოცხალი. ნუ ახლა გასაგებია ახლა ეს ცოცხალი და რაღაცა ფრის ცოცხალი. მაგრამ აი რეალურად საქართველოს კუთხეები რო ავიღოთ, ყველა კუთხეს აქვს რაღაც განსაკუთრებული სანამ ხაშური წყალი დაბინძურდებოდა, ხაშურში იყო ყველაზე მაგარი ცოცხალი. ნუ ახლა ესე იგი ეგეც აღარა გვაქვს. ჰა? რაც დაბინძურდა მას შემდეგ. რაც დაბინძურდა მას შემდეგ აღარ ვარ. ეგეც აღარა გვაქვს. არა, ბორჯომი გაქვს კაც. ბორჯომი გვაქვს კი, მაგრამ ბორჯომი მესხეთ ჯავახეთის მხარეს ეგ. კარგი, აი ცოცხალი არის, მე ხარ. ანუ ჩვენ ქართველები არა ვართ, ჩვენ ქართველები ვართ მოგრძელებული ადამიანები, ყველას მივესალმებით, ვინც თავის იწონებს თავისი კუთხის ბარაქით, მაგრამ ჩვენ როგორც წესიერი და პატიოსანი ადამიანები მადლიერების გზნობით შევირგებთ. მეგობრებო, ეხლა ყველა საღერღელი აგვეშელა და ჩვენ თუ არ გადავედით პოლიტიკაზე, დაწყევლილ პოლიტიკაზე ჩვენ მაინც არ გამოგვივა ეს დღევანდელი საღამო. მინდა ბატონი ბონდოთი დავიწყო. ბატონო ბონდო, ხალხს ყრით ხო? საიდან ყრით ხალხს? რას ყრით?
არა. კარგი. მოკლედ, არასწორი აღქმა. როგორც იქნა ეს ხუმრობა იყო. ჩემი აზრით ყველა უმეტესობა მაყურებლის აღქმაც არის და მოთხოვნაც იყო, რომ ადამიანები, რომლებიც სხვა პოლიტიკური მოსაზრება კი არა, უბრალოდ აწყობდნენ არეულობას და რევოლუციას იმ სამსახურში, რომელშიც მუშაობდა, ქვეყანაში გასაგებია. მე ხო ნახე ეს კადრები, ეს ხო საგიჟეთი, რომ ნახე ის კიდევ თქვენი სტომის ეს ყველაზე მაგარი. ეს იყვნენ ადამიანები, კონკრეტული გვარები და სახელებიც ვიცით. ეს ივანოვ რა ქვია? ჩიკოვანი. ნუ რაც ვიცი, ბოდიში სახელი გვარი კარგად არ ვიცი, ზაუტაშვილი, ვიცნობ დიდი ხანია. უბრალოდ უყურებდი და ეს იყო უბრალოდ რა იცი? საბოტაჟიც არა, აი პირდაპირ შეტევა თვითონ ტელევიზიაზე, თან ადამიანები ამბობენ, რომ ჩვენო გამოხატვის უფლება არ გაქვს და როცა ელემენტარული კითხვა ისმეოდა, რომ ვინმე ონდეს მე შენ გამოხატვის თავისუფლებაში ხელი შეგიშალა, ვინმე მგითხარ, რომ ეს ასე უნდა გააშუქო, ეს ასე უნდა ჩართო. არაო იძახდნენ. აბა რა გინდა თქო? მოდი ამაზე დაწვრილებით ვილაპარაკოთ. დღეს ამოხდა. სხვათა შორის, დღეს მიიღო მენეჯმენტმა დირექტორთა საბჭომ გადაწყვეტილება, რომ ორ ადამიანს შეუწყდა ხელშეკრულება, ეს არის ვასილი ივანოვ-ჩიკოვანი და ნინო ზაუტაშვილი. რამდენიმე თანამშრომელმა მიიღო გაფრთხილება, იმასთან დაკავშირებით რა განცხადებებსაც ისინი აკეთებდნენ, როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის მცველებად წოდებულები. ეგ რაღა არის. არ ვიცი, თვითონ მოიგონეს, რომ არიან საზოგადოებრივი მაუწყებლის მცველები. მე მგონი უფრო რაღაც პროფკავშირების პატარა რაღაცა სეგმენტია. ნინო ზაუტაშვილი პროფკავშირების თავმჯდომარე იყო, ახლა ალბათ საზოგადოებრივი მაუწყებლის პროფკავშირებშიც ახალი არჩევნები იქნება. და ახალ თავმჯდომარეს აიჩვენ. პროფკავშირებიც გაქვთ კაცო. ხო, მე რომ მივედი უკვე მე რომ მეორვეთ მივედი უკვე შექმნილი იყო. ვასიკოს ძალიან დიდი მოკითხვა და გულშემატკივრობა და საბალეზდოვანია პროფკავშირებიც ქონია. და ძალიან ნიშანდობლივი არის ის, რომ ერთ-ერთ სატელევიზიო გამოსვლაში ამ 2 თვის წინ ნინო ზაუტაშვილმა თქვა, რომ მას ტელევიზიის თანამშრომლების ნახევარი გამარჯვებას არ ეუბნება. მე მართალი გითხრა, ძალიან გაოცდი ამით, კი, მან თქვა ეს ტელეეთერში. რადგან პროფკავშირების თავმჯდომარეს თუ მისი თანამშრომლების იმ ორგანიზაციის თანამშრომლების რომლის პროფკომიტეტის თავმჯდომარეც არის ადამიანი ნახევარი გამარჯვებას არ ეუბნება, ამას დიდი ტრაგედია არ შეიძლება ადამიანს კონდეს. ზოგადად საგზურები აღარ არის ძმაო და რამდენიმე თანამშრომელმა გაფრთხილება მიიღო, ეხლა ვნახოთ როგორ გაგრძელდება რაზე მიიღო, რა არის მათი საქმიანობა. რომ ბრალდებები, რომლებიც ისმოდა საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტის და სამეურვეო საბჭოს მიმართ, იყო უსაფუძვლო. ჩვენ როდესაც ამის თაობაზე 30 იანვარს ვიმსჯელეთ ღია სხდომაზე, სადაც გარედან მოსული ისინი არ ვიცი, ალბათ მცველები არა ისინი, ძველი შენობის ყარაულები არიან, ისინი თანამშრომლები არ არიან, მაგრამ ფიქრობენ, რომ მათ უნდა დაიცვან საზოგადოება საზოგადოებრივი მაუწყებლისგან და უნდა დაიცვან საზოგადოებრივი მაუწყებელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტისგან და მეურვეებისგან, რატომღაც ესეთი რაღაც გაუჩნდათ ასეთი სურვილი, რომ ყველაფერი მათი გადასაწყვეტია, მათ უნდა დააგეგმონ გადაცემები, მათ უნდა განსაზღვრონ, ვინ უნდა მოიწვიოს სტუმრად, ისიც უნდა განსაზღვრონ, ვინ არ უნდა მოიწვიოს გადაცემის წამყვანად და პროდიუსერმა. ნებისმიერ გადაცემაში ისინი უნდა იყვნენ ჩარეულები ამაში. იმ დროს, როდესაც აი შალვა კანონმდებლობის მიხედვით და ეს ყველა მიცის საზოგადოებრივ მაუწყებელშიც და ვინც იცის ამ ინსტიტუტის მნიშვნელობა, ყველა იმ ადამიანმა იცის, რომ მეურვეს არ აქვს უფლება ჩაერიოს შინაარსში. არა. მე პარლამენტის მიერ არჩეულ საზოგადოებრივი მაუწყებლის მეურვეს უფლება არ მაქვს დაურეკო პროდიუსერს, წამყვანს, ჟურნალისტს, საინფორმაციო სამსახურის მენეჯმენტს აქვს. ასე შემდეგ და უთხრა რა გააკეთოს ან რა არ გააკეთოს. სხვათა შორის ეს ადამიანები, რომლებიც პრეტენზიებით მოვიდნენ და მე 3 თებერვალს და 4 თებერვალს იყო ერთი ნაწილი 3 თებერვალს, ეს პრეტენზიებით ვინც იყო და მეორე ნაწილი 4 თებერვალს მაუწყებლის თანამშრომლები საინფორმაციო სამსახურის და გამოიკვეთა იქ მე თვითონ უსვამდი შეკითხვას ყველას, ვისაც პრეტენზია ჰქონდა. აი თქვენ ნინო, თქვენ საქმიანობაში ერეოდა თუ არა ვინმე მენეჯმენტიდან, ან გენერალური დირექტორი, ან ბლოგის დირექტორი, ყველა ხო არსებობს რაღაცა სტრუქტურა, ასე ხომ არ არის რომ მე მინდა გადაცემა გავაკეთო და გააკეთებ. ასე არ ხდება. მე მგონი არც ერთ ტელევიზიაში არ ხდება ასე რომ შეხვიდე და დაჯდე სტუდიაში და გადაცემას გაუძღვე, როგორც შენ გინდა ისე. და
ოღონდ უნდა იყოს დაცული ის პრიორიტეტები, ის პრინციპები, რაც არის კანონმდებლობით განსაზღვრული და რაც აქვს საზოგადოებრივ მაუწყებელს პრიორიტეტები, ხო? კანონმდებლობაში რაც წერია, ის არის ფაქტობრივად გადმოტანილი სამეურვეო საბჭოს მიერ დამტკიცებულ პრიორიტეტებშიც. და ეს ამისი შესრულება არის სავალდებულო. ამ ჩარჩოდან არ უნდა გავიდეს ადამიანი. სხვა შემთხვევაში შიგნით არავინ არ ერევა და ვეკითხები რომ გენერალური დირექტორი არც გენერალური დირექტორი არ ერეოდა. სამეურვეო საბჭოს წევრებზე ლაპარაკი არ არის. არც ბლოკის დირექტორი არ ერეოდა გადაცემა რეალური სივრცის მომზადებაში. თვითონ ამზადებდნენ. მე სხვათა შორის იქ გამიჩნდა ასეთი შეკითხვაც, რამდენად ჯდება საერთოდ გადაცემა რეალური, არ მიყვარს ახლა სხვა ტელევიზიაში, ჩემ ტელევიზიაზე რომ ვლაპარაკობ, მაგრამ რა კი ეს საკითხი დღეს ძალიან აქტუალურია, ბარემ ვიტყვი ამას, თანაც საჯაროდ მაქვს მე გაცხადებული სამეურვეო საბჭოს ხდომაზე, საჯარო ხდომა იყო და ყველა მოისმინა. თუ კი გადაცემა არ აკმაყოფილებს სტანდარტებს, მიუკერძოებლობის სტანდარტს უპირველეს ყოვლისა, უნდა იყოს თუ არა ის გადაცემა ეთერში, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში. მე ვიცი რომ დღეს არც ერთი ტელევიზია საზოგადოებრივი მაუწყებლის გარდა მიუკერძოებელი არ არის და კაცმა რო თქვას, არც მოეთხოვება. ყველას შეუძლია როგორიც უნდა ისეთი ტელევიზია გააკეთოს. კანონმდებლობა არ ზღუდავთ. მაგრამ ჩვენ გზღუდავს კანონმდებლობა. შენ ხო წარმოადგენ ახლა საზოგადოებრივ მაუწყებელს? არა, წარმომადგენლობითი ფუნქციები გენერალურ დირექტორს აქვს. საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთი მეურვე. შენი აზრი მაინტერესებს და მე აუცილებლად მენეჯმენტსაც ვკითხავ. ეს ვინ მოიგონა რომ უბრალოდ მაინტერესებს, სადაც BBC-ში ეგრეა რომ გადაცემის წამყვანია და პროდიუსერი და რასაც უნდა იმას აკეთებენ და დირექტორს ტელევიზიისას არ აქვს რომ ეგრე არ არის უთხრას. არა, მომისმინეთ ეგრეა. ან კარგად ვერ ავხსენი. ან კარგად ვერ გაიგეთ რაც თქვი. ვერ გავიგე ალბათ. კანონმდებლობით განსაზღვრული და სამეურვეო საბჭოს მიერ განსაზღვრული პრიორიტეტების ფარგლებში თუ ეტევა საავტორო გადაცემა, ამ შემთხვევაში როგორც იყო რეალური არის რეალური. წვეთს უკვე გადაცემა. როგორია ეს გადაცემა, მაგრამ მე საკითხი დავსვი რომ არა. რა თქმა უნდა მე ერევა მენეჯმენტი უკვე ამაში და მე სწორედ ეს საკითხი დავსვი. აი მომისმინეთ შალვა რას ვამბობ. მე საჯარო ხდომაზე დავსვი ეს საკითხი, იქ იყო ნინო ზაუტაშვილიც და დანარჩენებიც, როდესაც ამ თემაზე ვსჯელობდით. ეს გადაცემა ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო, როდესაც გადაცემის წამყვანი არაერთგზის გადაცემაში აცხადებს, რომ მასთან არ მივიდა მეორე მხარე და ეს მოხდა ერთხელ, ორჯერ, სამჯერ და 10ჯერ და 100ჯერ, ამ შემთხვევაში და მხოლოდ ერთი მხარე საუბრობს, მეორე მხარის სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზებით პროტესტის პირობებში ეს გადაცემა ამ ფორმით თუნდაც ამბობდეს რომ დაპატიჟა და არ მოვიდა, აკმაყოფილებს თუ არა მიუკერძოებლობის სტანდარტს. ვერავინ ვერ მიპასუხა ამაზე. ერთი დეტალი მაინტერესებს რეალურად ერთი დეტალი მაინტერესებს მე ტელევიზიაში ვიცი როგორ ხდება, რაც ხდება და ყველა მიცის რომ მე ეს ვიცი. ამიტომ კომპეტენტურია. ეგეთ შეკითხვა, კაცო. დირექტორი ვარ ტელევიზიის, თუნდაც საზოგადოებრივი მაუწყებლის განსხვავებული ტელევიზია. და უყურებ ზაუტაშვილის გადაცემას და რაღაცა არ მომეწონა. არ მაქვს უფლება დავიბარო და შენიშვნები მივცე და ესე არ გააკეთო. მაქვს უფლება თუ არა? გადაცემა დამთავრდა მეორე დღეს და აბა გავიარო და ჩავთე უთყურე და ეგრე არ არის. აი ეს არ ვარ, ეს არ ვარ, ეს არ ვარ. არა, საერთო საზოგადოებრივი მაუწყებლის საერთო მართლობა მაგას არ გულისხმობს, რომ დირექტორმა უნდა დაიბაროს წამყვანები და უნდა საქმეები ურჩიოს თუნდაც საქმიან გარემოში. რას ქვია, კაცო? მე რეიტინგზე ვარ, პასუხისმგებელი და რას ქვია, ეგრე არ არის. ანუ გეუბნები რომ საზოგადოებრივი მაუწყებელს სხვა ფორმატი აქვს, სხვა სტანდარტი აქვს და ეს ძალიან ბევრი შეიძლება ვერ არ აღმოჩნდეს გასაგები. რაც შეეხება მეორე წამყვანს, რომელიც საინფორმაციო სამსახურში მუშაობდა. ეცი ტიპებს ეკითხებია რომ აი მე ესე უბერავდიო და არც არ თქვენ ვიცი შენიშვნა მოუწია და არა და მე კარგი კი არ არის შენიშვნა რო არ მოუწია უნდა იყოს უფლება უნდა კონდეს სხვათა შორის მე პროდიუსერებსაც ვკითხე ვინმე ერეოდა თუ არა მათ საქმეში მაგრამ ყველა თქვა რომ არავინ არ ერეოდა რაც შეეხება საინფორმაციო მოამბის გამოშვება მოამბის წამყვანს ვასილ ივანოვ-ჩიკოვანს მე საბჭოს ხდომებზეც აღნიშნე სამუშაო შეხვედრის ფორმატში რომ შევიკრიბეთ მეურვეები იქაც თქვი რომ ყველა სიუჟეტის წინ და თავში და ბოლოში გამეორება რომ ვიღაცას უცხადებს სოლიდარობას რაც არ უნდა სამართლიანი იყოს შენი სოლიდარობა რაც არ უნდა თემა იყოს საინფორმაციო გამოშვების წამყვანს ამისი უფლება არ აქვს საერთოდ არ აქვს აი ამის აღნიშვნა მინდა იმიტომ რომ ეს არის დემარში
დემარშის მოწყობის უფლება არ აქვს არავის. ეს განცხადებები რაც ჩვენ გვესმის რომ თან ამბობენ რომ იცი რა არის კონკრეტული მტკიცებულებები არ არის, მაგრამ აი ფაქტები, როდესაც ჩვენ ვეუბნებოდით მეურვეები, როდესაც ამ საკითხზე ვჯელობდით, ხო ერთ მხარეს მოусმინეთ, მეორე მხარეს მოусმინეთ, მესამე მხარეს ყველას მოусმინეთ, მოკლედ, აი აბსოლუტურად ყველას, ვისაც შეეძლო რაღაცის თქმა და მეორე პასუხის გაცემა. ყველას მოусმინეთ და ჩვენ მივიღეთ ის რომ კონკრეტულად არც ერთი ფაქტი ვინმეზე ზეწოლის განხორციელების და კონკრეტული პარტიის მხარდამჭერი პოლიტიკის გატარების ვერ მოიტანა ვერავინ. მე ერთი რამე გავიგე, ღმერთმა ხელი მომართოს ვასილ მაღლაფერიძეს და თქვენს, იმიტომ რომ იწმინდება ტელევიზია და რელსებზე დგება, უბრალოდ თუ კანონია არის ისეთი, რომ მე არქის ხელმძღვანელს, მთავარ მენეჯერს ან არქის გენერალურ პროდიუსერს არ მაქვს უფლება გადაცემას უყურო, რაღაცა არ მომეწონოს და დავიბარო წამყვანი ავტორი და რაღაცები უთხრა რომ ესე არ ვარგა, ეს არ ვარგა. არა, შალვა, უყურეთ, მოდი დავასრულებ რა. კანონი უნდა შეიცვალოს. დავასრულებ. კანონი რომელიმე პარტიის სასარგებლოდ ვერ შეიცვალოს, საზოგადოებრივი მაუწყებელია, მომწონს არ მომწონზე, ტელევიზია არ კეთდება, საზოგადოებრივი ყველაფერი კეთდება, მომწონს არ მომწონზე. შიდა უწყებელი, შიდა ურთიერთობაზეა ლაპარაკი. აქ ლაპარაკი სხვა რაღაცაზეა. მე გეტყვით რომ ერთადერთი პრობლემა რაც იყო, მე იმ კვალიფიკაციას და კომპეტენციას და რაღაცას არ ვეხები ამ ადამიანების, იმიტომ რომ ეს სხვანაირად თქვენ ახლა შეგიძლიათ ყველაფერს შეეხოთ. მე მეურვე ვარ და ცოტა სხვა რაღაც პასუხისგებლობები მაქვს. ამას არ ვეხებით ჩვენ. მე საკითხი დავსვი სხვანაირად. თუ კი რომელიმე მხარე შენთან არ მოდის და ის მხარე, აი დავუშვათ, მუზეუმების თემა იყო, ის იყო და ეს იყო. არ მოდის, მაშინ შენი გადაცემა ობიექტურად მიუკერძოებელი ვერ არის. არ არის თუ ვერ არის ფაქტია რომ ეთერში გადის მიკერძოებული არის. გარგვინა ამ თემას ძალიან ბევრი ლაპარაკი, მე საერთოდ არ ამეთქვი. მე უბრალოდ კი არ მიპასუხო, მე ვთქვი რომ ტელევიზიის ხელმძღვანელს უნდა კონდეს გადაცემას რომ უყურებს, რაღაც არ მოეწონა, უფლება უნდა კონდეს დაიბაროს და თავისი აზრი უთხრას. გენერალური პროდიუსერის ვალია კონდეს რეიტინგი. რა თქვია მე არა, ჩვენ ვერ ვიტყვით რომ ახლა არ მიპასუხო და როგორ გიპასუხო. ჩვენ ვერ ვიტყვით რომ იმ გადაცემას რეალურ სიცოცხლეს მაყურებელი არ ყავდა. ბიჭო, რეალურ სიცოცხლეზე არ არის ლაპარაკი. საზოგადოებრივი მაუწყებლის რეიტინგზე ლაპარაკი საერთოდ არ შეიძლება, იმიტომ რომ რეიტინგს არ ექვემდებარება საზოგადოებრივი მაუწყებლები. ჩემო რეიტინგზე რეალურ სიცოცხლეზე ვაფშე არც მაინტერესებს ეს გადაცემა. ზოგადად არის გასართობი გადაცემა ჭიღრომ პღრომ. უყურებ. ვარ გენერალური პროდიუსერი. არ მომეწონა წამყვანის რაღაც პოლიტიკას არ ეხება. დავიბარებ და ვეთქვი ეგრე არ არის, გაასწორე. კარგი, მე საკეთება. არ გიპასუხო თუ თქვა რაღაცა. საზოგადოებრივ მაუწყებელში მაღალი კვალიფიკაციის ჟურნალისტები მუშაობენ. იქ ასე არ არის. აბა ვიზე გაქვს წამყვანს მაღალი კვალიფიკაციის ჟურნალისტია, საზოგადოებრივ მაუწყებელში მაღალი ხარისხის პროდუქტი მზადდება, მედია პროდუქტი. იქ ასე არ არის რომ ვიღაცას შეეშალა რაღაცა. თუ ადამიანმა რაღაცა მიზანმიმართულად არ გააკეთა, როგორც ივანო ჩიქოვანმა გააკეთა, არავის არაფერი არ ეშლებათ იქ. იქ კვალიფიციური ადამიანები მუშაობენ. შენ აგიდა ვითხარ რომ შეუცდომელები მუშაობენ? არა, შეუცდომელი არა, ეგრე გამოდის. ჩვენთან ტელევიზიაში თქვენც არ აღარ აი როგორ არის, ჩვენთან ტელევიზიაში რაღაცა თუ არ მომწონა დილის გადაცემაში, დავიბარებ და ძალიან კაცად მოვთხოვ. კი, თქვენ შეგიძლიათ ძალიან მკაცრად მოთხოვოთ. ჩვენ უნდა მოვთხოვოთ სამართლიანად. კაი, გასაგებია. კარგი, გვეყოფა თამაზე, მე მივახცევთ ამ თემაზე შეთანხმებას და დავჩეთ, შევთანხმდეთ რომ ერთ თანხმდებით. ეხლა ვიდაბრუნდით 9 აპრილის საშინელებაზე, რაც ეხლა მოხდა და ჩემი ერთმა ვიდაბრუნდით, რომ კარგად მოიქცა ხელისუფლება. დავიწყოთ. რო არ ჩაება აი ამ მაიმუნობაში. ძვირფასო მეგობრებო, საქმე რაში არის ახლა? იმ 9 აპრილიდან დაწყებული დღევანდელ დღემდე იმ პროცესების თვითმხილველი ვარ, რაც ჩვენს ქვეყანაში ვითარდება და განვითარდა. მე ასეთი რამ არ მინახავს, ასეთი შეურაცხყოფილი, ასეთი, როგორ გითხრათ, იცით, აი, ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული, რაც 2025 წლის 9 აპრილს ჩაიდინა იმ ძალამ, რომელიც ძალაც იქ იყო და მე გახსნილად უნდა ვთქვა ჩვენო ძვირფასო მეგობრებო, ამ ძალის უკან იდგა ის ხალხი, ის ძალები, რომლებიც არიან ჩვენი ეგრეთ წოდებული მეგობრები, რომ არა ის ეგრეთ წოდებული მეგობრები, ისინი ამას ვერავითარ შემთხვევაში ვერ გააკეთებდნენ. ანუ ის ფულით, წაქეზებით და გვერდში მდგომით, როგორც იყვნენ ის ელჩები, რომლებიც ბოლოს და ბოლოს გამოჩნდნენ, მივიდნენ და ელჩი ყველამ უნდა ვიცოდეთ, რომ ერთ ფეხის ნაბიჯს არ გადადგამს, თუ თავისი ქვეყნის ხელისუფლებისაგან მას თანხმობა არ აქვს. ასე იყო, ჩვენ დავინახეთ ეს და შემდეგ ბურჭულაძე როდიონოვმა
რაც გააკეთა და მასთან ერთად რომ იყვნენ ისინი, რომლებსაც ხელში ორლესული ნიჩბების მაგივრად ვიღაცეების სურათები ეჭირათ და ეს სურათები გამოხატავდა კიდევ ერთ იმას, რომ ეს იყო დაცემა უბრალოდ, როდესაც თქვენ წარმოიდგინეთ ვიღაც უჩა აბაშიძის სურათი იქ როგორც პოლიტპატიმარისა, როგორც რას აწვალე, რატო აქცენტებენ ამ კაცს ხალხს? აი, ვერავერ გავიგე, იცი რომ გავიგეთ ყველა რადანაშაულით. არავინ არ ქილიკობს, ქართველი ხალხი არის მობიერი. გაეშვი რა, რას ჩრი, ნუ. აი ხლა, ჩემო შალვა, საქმე რაში არის? აი ეს არის დავალება. ის დავალება, რომელსაც უნდა გამოეწვია სისხლის ხრა. ის უნდა დაღვრილიყო სისხლი. ამაზე იყო ეხლა ჩვენ ბავშვები არა ვარ და ყველა ჩვენთაგანი ვხედავთ ამას. რა და გამოცდილება უზარმაზარი გვაქვს ამ 35 წლის მანძილზე. ნახეთ მიშა სააკაშვილი თვითონ რას ლაპარაკობდა, რომ ისა ფეხმძიმე ხალი უნდა მოკვდესო, ხო? ჩანაწერი არის ამისი. და ის მიშა სააკაშვილები არსად არ წასულან. იქ იყვნენ, ისეთ შემსრულებლები იყვნენ და ეს მიშა სააკაშვილები ყოველ წუთსა და ყოველ წამს ტრიალებენ იმის ირგვლივ, რომელსაც ქვია ის წმინდა ადგილი, რომელიც წმინდა ადგილზე დაიღუპა ეს ხალხი. ამის გამოყენება უნდათ. ეხლა მოდი ვთქვათ, ამას შესახებ ინსტიტუტები მუშაობს. ინსტიტუტებში დამუშავებულია ფსიქოლოგიურად ეს ყველაფერი. მეგონი ზეცკი მარტის დონე იყო რა. აი ახლა გამოვიდა ხელისუფლების სიჭკვიანიდან გამომდინარე, გამოვიდა უკვე დეცკი მატი. და ვერ ჩაგუსავენ. ნახეთ, მე ჩემოკარგებო საქმე რაში არის. ეხლა რას ლაბა სიტყვაზე გამოკიდება, უცხო ძალა რატო თქვენსო? იმიტომ რომ დააკავშირა დღევანდელთან. უცხო ძალა არ არის უცხო ძალა სხვა ქვეყნები? აბა რა არიან ისინი? არ იყო რუსეთს, იყო საბჭოთა კავშირი იყო და აბსოლუტურად სწორად ითქვა იქ, მაგრამ დაუშვათ და ხო ითქვა უცხო ძალის მიერ იყო გაკეთებული და მე უკვე ძალიან დიდი ეჭვი მაქვს მარტო საბჭოთა კავშირის უცხო ძალა თუ მონაწილეობდა იმ ამბავში, რომელიც იყო. ვინაიდან ნახეთ, რომელმა მათგანმა დაგმო ის რაც მოხდა იქა 9 აპრილს. დაგმო რომელიმე? ჩვენ გვახსოვს ის საშინელი პერიოდი, ყველა იმ ასაკში ვართ, როდესაც პირიქით ამერიკის შეერთებული შტატები და ეს ეგრე იყო, ცდილობდა საბჭოთა კავშირის შენარჩუნებას. რა არ იყო ესე? ფაქტი იყო ბატონებო, ეგა. გამსახურდია დინების საწინააღმდეგოდ მიცურავსო, არ იყო ეს ნათქვამი ვის მიერ, ვიცით პრეზიდენტის მიერ. ერთი განცხადება თუ გაკეთდა იმ პერიოდისათვის, რომ იმ ქვეყნებმა ეს დაგმოს. ხო გვახსოვს. იყო, მაგრამ შემდეგ უკვე როცა განვითარდა. ოფიციალურ დონეზე თუ იყო ამის ეს გაკეთებული. ხო. იგივე კითხვა, ჩემო კარგი. გავყვე ბატონი ედიშერის ნათქვამს, რომ ელჩები რო დაალაგდნენ იქ, მანამდე რო განცხადებები ჰქონდათ, გაიხსენეს რომ მივიდა და ელოდებოდა ამბავს. 99 წლის 9 აპრილი გაიხსენეს დამოუკიდებლობის აღდგენა 91-ში. შემდეგ არც ერთს, ხო, უკვე მესამე დღე გავიდა, არც ერთს არ დაუგმია ის შაბაში, რაც მოაწყვეს, ხო, იქ რა იყო იქა. იმის მაგივრად რომ პატივი მიეგოთ იმ გმირების, რაღა გვიკვირს იქ ვიღაცა საშინელება ალქაჯი ცეკვავდა 2018 წელს, ხო, იმ მემორიალზე. მე ვნახეთ რომ დიდი ალბათობით არაფხიზელ მდგომარეობაში ქალები იღრიჭებოდნენ, ჭინკაობდნენ იქა და ასე შემდეგ და მონოპოლია ვითომ აიღეს, ვინ მისულიყო, ვინ არა, ხო? ირაკლი ხადაგიშვილი იყო ერთ-ერთი სპიკერი მაშინ. ხო, არ მიუშვეს, მონაწილეები არ მიუშვეს. იმ ადამიანებმა, რომელიც წერა-კითხვაც კი არ იციან, ლოგიკას ვერ და ეხლა 14 აპრილის ეგრეთ წოდებული გრანდიოზული აქციის დაანონსეს, ხო, რომ მართლა წერა-კითხვა არ იციან. ძსდახს ვერ არჩევენ ერთმანეთს და 14 აპრილი დედაენის დღეს, მაგრამ ძალიან კარგი მივესალმები ხელისუფლების, აი ამ კი ბევრმა ვერ გაიგო და ბევრმა კიდევ უფრო ბევრმა გაიგო სიდინჯით ამათ ესე უნდა ჩაუტარო რა, რომ ამათმა პროვოკაცია ვერ მოაწყონ, იქ ელჩების დაკვეთის გარდა მათი სხვა იქ აგენტურაც იყო იქა, რომ ვინ გრანტებზე და გროშებზე მომუშავენი, რომლებიც მანამდე არ ჩანდნენ, იქვე იყვნენ, ყველაფერი ვიცით, ხო? ალექსანდრეს ბაღში იყვნენ, მიმდებარე მთაწმინდის, რომ გამოჩენილყვნენ, იქნონ როგორც კი დაინახავდნენ, რომ პოლიციის ძალით ხდება რაღაც ამათი ამ დებილების მართლა არ მომერიდება ამის თქმა და უსამშობლოების გარეკვა, იქ ატყდებოდა რაღაც. თვითონ შეიძლება დაჭრიდნენ ვიღაცას, ხო? სისხლი, რაღაცა, ვიღაცას კლიენტს ჩაუყრევდნენ და მიუსადაგებდნენ. და შემდეგ აღნიშნა შალვამაც შემდეგ ამას წინათ ერთ-ერთ გადაცემაში რა მოდიოდა მერე
ევროპის საბჭოს ხდომა, რომ აი საქართველოს იმეორებს აი ამ საბჭოთა ტრადიციებს, ტრალი-ვალი და ეს აღშფოთება, შეშფოთება და შეეძლოთ მანდატი გაეუქმება. ყველაფერი ამაზე იყო. ბოდო ისევ ამ თემაზე მინდა გითხო შენ, როდესაც ჩვენ ვიხილეთ შალვა, ერთ რაღაცას დავამატებ. ძალიან მოკლედ. მე ვნახე ტელევიზიით. ყველა ომში ნამყოფი ქალბატონი და იმ 9 აპრილს მოწამლული ჟურნალისტი იცნით ალბათ ზაირა მიქატაცი. ზაირა მიქატაცი არ მიუშვეს. ეს იყო მარაზმი რა. კარგი, კი ბატონო. ფეის კონტროლი გააკეთეს. აი შემოდი შენ არა. ესეთი უტიფრობა მე მესმის აღშფოთება, მაგრამ ძალიან ბრძული გადაწყვეტილება, ხახამშალი გადაწყვეტილება, ხახამშალი დატოვა ეს მართლა უცხოძალა. ხო ამაზე კომენტარს. შალვა, ამაზე კომენტარს მე აუცილებლად გავაკეთებ, მაგრამ რა კი იმ თემით დავიწყეთ, მინდა რომ მხოლოდ ერთი წინადადებით ასე ვთქვათ რეზიუმე თქვა. საზოგადოებამ მინდა იცოდეს ეს კარგად ცნობიეროს რა არის საზოგადოებრივი მაუწყებელი. სამწუხაროდ არ არის ფართო ცოდნა ამასთან დაკავშირებით. საზოგადოებრივი მაუწყებელი არის კონსტიტუციური ინსტიტუტი, რომლის მეურვეებსაც ირჩევს პარლამენტი. იქ არიან წარმოდგენილები, ვართ წარმოდგენილები. სხვა ჯგუფები პოლიტიკური. საპარლამენტო უმრავლესობის, საპარლამენტო უმცირესობის ან უმრავლესობის მიღმა დარჩენილი დეპუტატების მიერ წარდგენილი კანდიდატები, სახალხო დამცველის და აჭარის უმაღლესი საბჭოს კვოტა. ამიტომ სხვადასხვა პასუხისმგებლობა, მაგრამ ერთ საქმესთან დაკავშირებით გვაკისრიეთ. ჩვენ ვირჩევთ გენერალურ დირექტორს, რომელსაც აქვს წარმომადგენლობითი ფუნქციები და საზოგადოებრივი მაუწყებლის მართვა მთლიანად არის მინდობილი მასზე. ამიტომ, როდესაც ჩვენ საუბრობთ, რომ ის უნდა ერეოდეს თუ არ უნდა ერეოდეს გადაცემაში, მე მინდა გითხრათ გადაცემები როგორ შედის ეთერში. ეს არ არის გენერალური დირექტორის გადაწყვეტილება. არა, ხო? დირექტორთა საბჭო და სამხატვრო საბჭო იღებს გადაწყვეტილებას, ჯერ სამხატვრო საბჭო მსჯელობს, დირექტორთა საბჭო გენერალური დირექტორიც არის ამ საბჭოში, იღებს გადაწყვეტილებას ამა თუ იმ გადაცემის ეთერში გასვლასთან დაკავშირებით. ეს არ არის დღეს მოგვეწონა და ხვალ ეთერშია. ეს არის პროცესი, სადაც ყველა უნდა დარწმუნდეს, რომ ეს გადაცემა ნამდვილად სჭირდება მაუწყებელს, კი, მაუწყებელს სჭირდება და ჭირდება საზოგადოებას. ამიტომ შემდგომ უკვე ყოველ გადაცემაში რაღაცა ესეთი მექანიკური, ასე ვთქვათ, ბჭყალებში უხეშად თუ ვიტყვით, ჩარევების საჭიროება აღარ არსებობს, მანამ სანამ არ დადგება პრიორიტეტების შესრულების დარღვევის საკითხი. ირღვევა თუ არა განსაზღვრული პრიორიტეტები. თორე ისე, რა თქმა უნდა, მთელ მართვის პროცესს გენერალური დირექტორი მართავს და ბლოკების დირექტორები მართავენ. ეს არ არის ესე მიშვებული, როგორც შეიძლება გარედან ვიღაცას ასე ვთქვათ მოეჩვენოს. და რა თქმა უნდა, ჟურნალისტებიც ამ პრინციპით მუშაობენ გადაცემებში, საინფორმაციო სამსახურში თუ სხვადასხვა გადაცემებში. ასევე არის კოპროდუქცია, რომელიც ასევე მოწმდება. ისი არ შედის ეთერში, რომ ეხლა მე თქვენ რომ მოიტანოთ ეხლა გადაცემა მინდა ეთერში შევიდეს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს შევა ეთერში. არასდროს არ მოვიტან. ხო, არ ვიცი. თუ გადაწყვეტ მთელი პოსტივი შემოიტანოთ ჩემი აზრით იმერიკიდან კარგი გადაცემებია ჩვენთან. ეხლა დამწყევლიან ზოგიერთი წევრები სამეურვეო საბჭოს, რომელზეც კოლეგებმა ისაუბრეს. ეს აი პოლიციური კონტროლი წმინდა პოლიციური კონტროლი იყო. პოლიციური კი არა, პოლიცაები იდგნენ იქა, რაც ფაშისტებს, ნაცისტებს ვინც ყავდათ და ოკუპირებულ ტერიტორიებზე, პოლონეთშიც, უკრაინაშიც, მერე უკრაინელი პოლიცაები ასევე ოკუპირებულ რუსეთის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ბელორუსის ტერიტორიაზე, ასევე ბალტიისპირეთის ოკუპირებულ რესპუბლიკებში ყავდათ პოლიცაები და ისინიც გადაყავდათ მერე რუსეთის ტერიტორიაზე და იქაც ამუშავებდნენ. ჩვენ ხო ვიცით ისტორიიდან რა ფუნქცია ეკისრებოდათ ამ ადამიანებს და რას აკეთებდნენ. ყველაზე სასტიკი და დაუნდობელი ადამიანები იყვნენ. ვერმახტი, რასაც არ კადრულობდა და ხანდახან SS-საც არ უნდოდა ის კონკრეტული ბინძური დავალება შეესრულებინა, ამ პოლიცაებს ავალებდნენ ამ ბინძური დავალების შესრულებას და საშინელებებს ჩადიოდნენ ეს ადამიანები. და ძალიან ბევრი ბერი გაასამართლეს და ძიმე სასჯელებიც მიიღეს მათ. ჩვენ დავინახეთ ამ ლიბერალი ტროცკისტების პოლიცაები, როგორ დაუნდობლად ელაპარაკებოდნენ ადამიანებს, იქ მარტო ზაირა მიქატაძე არა. ზაირა მიქატაძეს რო ადამიანი ეტყვის რა გაგიკეთებია შენი სამშობლოსთვის. არა, რო არ იცის, ხო უნდა იკითხო, რომ მოდის ადამიანი და ამბობს, რომ მე 9 აპრილის მონაწილე ვარ. მე
ომის ვეტერანი ვარ, აფხაზეთის ომის ვეტერანი ვარ. ადამიანი, რომელიც უკრაინაში 2022 წელს საომარი მოქმედებების დროს ჩავიდა და იქიდან მასალები ჩამოიტანა და აშუქებდა როგორც ჟურნალისტი, ამ ადამიანს რო ეუბნები, რომ თან მოწამლული იყო 9 აპრილს, კაცო, დაზარალებულია. ამ ადამიანს რო ეუბნები, რომ შენ არა გაქვს უფლება მიხვიდე 9 აპრილის მემორიალთან და სანთელი დაანთო, იქ სადაც ის ადამიანები დგანან, რომლებიც არამხოლოდ იქ არ იყვნენ, არამედ იქ ჩვენ როდესაც ვიდექით ნოემბრის შიმშილობაში მონაწილეობდით, აპრილის შიმშილობაში მონაწილეობდით, ჩვენს წინააღმდეგ იყვნენ განწყობილები. ის ადამიანები დგანან იქ და ამათ მართავენ ამ პოლიცაებს, რომ ვინ მოუშვან და ვინ არ მოუშვან, თორე ამათ ნამდვილად არ იცოდნენ ვინ იყო. დარეჯან მეფარიშვილი ყველა ომის მონაწილეა და არ მიუშვეს იქ. და რამდენი ადამიანი აქ ლაპარაკი არ არის იმაზე, რომ ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ პროვოკაცია იყო ჩაფიქრებული. მე ეჭვიც არ მეპარება, რომ ეს ჩაფიქრებული იყო მხოლოდ და მხოლოდ იმ მიზნით, რომ შემდგომ იქ რაღაც შეტაკება მომხდარიყო. რა თქმა უნდა, პრემიერ-მინისტრთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან და პრეზიდენტთან და დედაქალაქის მერთან შეტაკება იქ არ მოხდებოდა. რა თქმა უნდა, ის მოედანი იმ შემთხვევაში თუ კი დაიჟინებდნენ და მადლობა ღმერთს, რომ ეს ასე არ მოხდა და ძალიან ჭკვიანური გადაწყვეტილება მიიღეს და მე ეს აღნიშნე კიდეც, როდესაც წავიდნენ სამების ტაძარში და იქ მეუფეშიომ გადაიხადა პარაკლისი და იქ მონაწილეობდნენ ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები, მათი ამ პოლიცაების ეს პოლიცაები ვინც გაწვრთნა, მათი მიზანი იყო მხოლოდ და მხოლოდ ის, რომ მომხდარიყო შეტაკება სამართალდამცავებსა და ამ ადამიანებს შორის, იქ ვიღაცას ცხვირი გაუტყდებოდა, ვიღაცას თავი გაუტყდებოდა და რა თქმა უნდა ეს ასე მოხდებოდა, ორივე მხრიდან, აქედან მხრიდან რომ დაუნდობლად დაუწყებდნენ დაუშვათ პოლიციას წინააღმდეგობის გაწევას, იქიდან მხრიდანაც სრულიად ბუნებრივია ძალის გამოყენებას მივიღებდით და ამ შემთხვევაში ეს დაღვრილი სისხლი უნდათ რომ გაეთანაბრებინათ 99 წლის 9 აპრილს დაღვრილ სისხლთან. და ამავდროულად ეს ყველაფერი გაეტანათ კადრების სახით, ვიდეო კადრების სახით და მსოფლიოსთვის ეჩვენებინათ, რომ არანაირი განსხვავება არ არსებობს მაშინდელ საბჭოთა სისხლიან რეჟიმსა და დღევანდელ ხელისუფლებას შორის. ეს იყო მათი მიზანი. და ეს ჩაეშალათ. მე ვნახე მე არამხოლოდ ის, რომ აი ჩვენ არ მოუშვით ისინი 9 აპრილის მემორიალთან, 9 აპრილის მემორიალთან მისვლაზე 10,000 ჯერ უფრო მნიშვნელოვანი იყო, რომ იმ დღეს ერთი წვეთი სისხლი არ დაღვრილა იქ. და 36 წლის შემდეგ ჩვენ არ მივიღეთ რაღაცა ტრაგიკული და შემზარავი სურათი. მართლა ტრაგიკული. აგერ როდიონოვები ჩემო მეორე საკითხი, იქ პატიმრების, ოჯახების წევრების, მშობლების და ოჯახის სხვა წევრების ისლა ორგანიზებულად მიყვანა. მე ვფიქრობ, რომ ეს ადამიანები, როგორც თავის დროზე გახსოვთ თქვენ ზაზასარალიძე ვარამია სტუდიაში რო უყვირა, არ გამოგაგებინებთ ძალიან კარგად. სიკვდილს თქვენი პოლიტიკური სპეკულაციების და გავიდა სტუდიიდან ყვირილით და ჩხუბით. ზუსტად ასე მიხვდება მათი ნაწილი მაინც თუ ყველა არა, როგორ იყენებენ ეს ადამიანები მათ ამ ემოციურად ძალიან მძიმე მდგომარეობას. მე მესმის შალვა, რომ ამ ადამიანებს მძიმე ემოციური მდგომარეობა მათი არ შეიძლება აუგის თქმა. არა, აუგის თქმაზე კი არ ვლაპარაკობ. მე ვიცი, რომ ისინი არ არიან პოლიტპატიმრები. მით უფრო ისინი არ არიან სინდისის პატიმრები. ჩემთვის სინდისის პატიმარი იყო მერაბ კოსტავა. 2014 წელს იერუსალიმში ნათან შარანსკისთან შეხვედრის დროს შარანსკიმ ისე ილაპარაკა მერაბ კოსტავაზე, რომ იქ სხვა ქვეყნების ჟურნალისტებიც იყვნენ, ყველას დარჩა პირი ღია და მე ვიყავი ამაყი. იმიტომ რომ მერაბ კოსტავა იყო სინდისის პატიმარი და როდესაც ამ ადამიანებს უწოდებენ გმირებს და აყენებენ ანწუხელიძის გვერდით, ეს არის ანწუხელიძის ხსოვნის შეურაცხყოფა. როდესაც ამ ადამიანებს აყენებენ უწოდებენ სინდისის პატიმარს და მერაბ კოსტავას უწოდებენ, ეს არის მერაბ კოსტავას ბრძოლის და ხსოვნის შეურაცხყოფა. ის რაც ჩვენ ვნახეთ აი ახლა 9 აპრილს, ასეთი რამ არ მომხდარა არც ერთი ხელისუფლების პირობებში. ეს არის დათული სამსახური, ეს არის შეურაცხყოფა. ეს ადამიანები გამოიყენეს, ამ მშობლების ემოციური მდგომარეობა გამოიყენეს იმისთვის, რომ ისინი იქ რკალად დამსხდარიყვნენ და შემდგომ სპეკულაციურად სხვა ადამიანებს განცხადებები ეკეთებინათ 9 აპრილს. როგორც ყოფილ პატიმარი ვიტყვი, რაღაც ნებისმიერი პატიმარი და რა თქმა უნდა ეს ხალხი დანიშნულებით ჩადენილია კაცო. განაჩენი არ არის დამდგარი, მაგრამ ხო ვნახეთ ეს ვიდეოები და განაჩენი აქვს, მაგრამ მე ყველა პატიმარისადმი არა, ოჯახის წევრებისა მე მესმის, იმიტომ მე მესმის ამას ვამბობ. მესმის, ამ პრობლემა არის დათული სამსახურია პოლიტიკის გარევა. კი, ამ უყურეთ როგორ არის ერთადერთი ადამიანი, რომლის სახელსაც
უკავშირდება 9 აპრილის მემორიალთან 9 აპრილის მონაწილეების და მოწამლულების დაზარალებულების არ მიშვება და იქ აი ეს რაც ყოველწლიური ტრადიცია იყო ღამის 4 საათი და მე ზოგი ღამის 4 საათზე როდესაც დაიწყო დარბევა იცით თქვენ ღამის 3 საათსა და 50 წუთზე დაიწყო დარბევა მაშინ 9 aprilს ღამის 2-3 საათიდან იქ ვიკრიბებოდით ყოველთვის ადამიანები ვინც ვიყავით იმ 9 aprilის მონაწილეები და 9 aprilს ჩვეულებრივად ეს იყო აი როგორი დღე იყო წარმოუდგენელი დღე იყო და არის დღესაც ჩვენთვის თქვენ გახსოვთ ერთი წლის შემდეგ 1990 წლის 9 aprilს მთელი მოედანი პარლამენტის მაშინ მთავრობის სახლი ერქვა მთავრობაც იქ იყო და პარლამენტიც უზენაესი საბჭოც მოფენილი იყო ყვავილებით ტიტებით და მიხაკებით არავის არასოდეს მთელი მოედანი ხალხი არ იყო ხალხი იდგა პროსპექტზე და მიქონდა და ყვავილს აწყობდნენ იქ და 26 მაისს თუ გახსოვთ ბოდიში 9 აპრილის შემდეგ იმ წლის 26 მაისს ეს იყო ტრიუმფი კი როგორ არ მახსოვს ყველაფრის მონაწილე ვიყავით ყველაფრის მონაწილე ვიყავით დავასრულე ეს წინადადება უყურეთ 1990 ჯერ კიდევ კომუნისტები იყვნენ ხელისუფლებაში კი ოღონდ უკვე არჩევნები ჩატარდა ოქტომბერში 90 წლის 9 აპრილზე ვლაპარაკობ 1990 წლის არავისთვის შეკითხვა არ დაუსვავს და არავინ წინ არ გადადგომია არ უკითხავს შენ რომელი პარტიის წევრი ხარ მაგ დროისთვის უკვე ოპოზიცია ეროვნულ მოძრაობაში იყო განხეთქილება ნელ-ნელა ჩდებოდა გახსოვთ თქვენ გაზაფხულზე არჩევნების ჩატარებასთან და მარტის არჩევნები რომელიც მე არ ჩატარდა და ოქტომბერში გაიმართა და ასე შემდეგ ეს პერიპეტიები ეროვნულ მოძრაობაში უკვე დაპირისპირება იყო არავის არ უკითხავს შენ რომელი პარტიის წევრი ხარ არავის არ უკითხავს არც ერთი ადამიანისთვის იყო თუ არა ის კომუნისტური პარტიის წევრი. არა. 1991 წლის რეფერენდუმში თელმა საქართველოს მიიღო მონაწილეობა მაგ დროისთვის კომპარტიას 400.000 თუ 450.000 წევრი ყავდა საქართველოში. ყველამ მიიღო მონაწილეობა რეფერენდუმში და მხარი დაუჭირა საქართველოს დამოუკიდებლობას. არავის არასოდეს არ უკითხავს. დღეს ჩვენ ამ 9 აპრილს ერთადერთი დღე იყო ეს 9 აპრილი ამ 36 წლის განმავლობაში. ვნახეთ პატარა ბავშვები, ბავშვები რა თავის თავს ხანამბობენ, როცა აპატიმრებენ ბავშვებს იჭერენო და როცა ეტყვი ბავშვები ხართ, რა ბავშვები ვართ, ჭკუის დარიგებას დაგიწყებენ, აქეთ ამას წინათ ვიღაცამ დაწერა, სადღაც წავიკითხე, ძალიან ირონიულად მეღიმებაო, როცა ვიგებ, რომ ჭკუას მასწავლის ადამიანი, რომლის დაბადების წელი ორიანზე იწყებაო. ანუ 2000-იანი წლების მერე დაბადებული ადამიანებს, რომლებმაც ამ 35-36 წლის განმავლობაში ამ ქვეყნისთვის სისხლიც დაღვარეს, იბრძოლეს, საქმეც აკეთეს იმისთვის, რომ ქვეყნის დამოუკიდებლობა მოგვეპოვებინა და შეგვენარჩუნებინა და განგვემტკიცებინა, ჭკუის მასწავლებლება დაუდგნენ და აჩერებდნენ და ეუბნებოდნენ, რომ შენ არ აგაქვს უფლება, ერთი წინადადება და დავასრულებ. აი, რატო გამამახვილე ყურადღება პატიმრების მშობლებზე. მხოლოდ პაატა ბურჭულაძე იყო დაკავშირებული. ერთადერთი 9 აპრილია, 9 აპრილის შეურაცხყოფასთან, მემორიალის და დაღუპულების შეურაცხყოფასთან. მხოლოდ ბურჭულაძის გვარი იყო დაკავშირებული. ყველაფერი გააკეთეს ბურჭულაძემან და სხვებმაც იმისთვის, რომ ამ სამარცხვინო დღესთან კავშირი ჰქონოდათ პატიმრების მშობლებსაც. თუმცა წამტასდა თხელი და ბურჭულაძე სამაზენი კაცი. არა, საქმე ის არის, რომ ბურჭულაძეს ამისი ეშინოდა მაინც გამოაჩინა და მაინც გადადგა ის ნაბიჯი რომელიც სამარცხვინოდ ჩაიწერება მარტო მისი ბიოგრაფიის კი არა საქართველოს არასოდეს არ დაავიწყდება თქვენ ორს კითხავთ და ამით საღამოხანია დავასვენოთ ხალხი კომისია რომელიც ძალიან კარგად მუშაობს ჩემი აზრით და რომელმაც ხალხად ეხა შეიტანა დღის წესრიგში ქვეყნისა რომელმაც გვაჩვენა რომ არაფერი არ არის დავიწყებული და ჭულობა არ არის შეხურცებული, რომელსაც უნდა მოყვეს კონკრეტული პოლიტიკური შედეგები. კომისიის მუშაობაზე მინდა შეგვიძლია. აუცილებლად მოყვება სამწუხაროდ ვისმენთ აი ამ მიწიერ ჯოჯოხეთურ ისტორიებს, რაც დამართეს ძალიან მცირე ნაწილს ვისმენთ, ხო, ძალიან ბევრი არის დაზარალებული ათასობით ოჯახი და რა თქმა უნდა მოყვეს ამას პასუხისგებლობა. და ყველაზე საშინელება კიდე ის არის, რომ აი ამ 9 აპრილს იქ ასე თქვათ მორბენალი ალქაჯების პარალელურად სოციალურ ქსელებში მსგავსი ასე თქვათ ადამიანებად წოდებული არსებები
ვითომ აუბრალოებენ და ვითომ აშაყირებენ ამ დაზარალებული ოჯახის წევრებს, ხო? და ვითომ ეს არაფერი არ არის, უნდა დავივიწყოთ, წინ გავიხედოთ და ასე შემდეგ. ნუ აი საშინელებაა ახლა იქ. კიდე სხვა პრობლემები აქვს მაგათ მენტალურად დაკავშირებით, ხო, მარტო ის არ არის ვითომ პროევროპული იყო და ასე შემდეგ. მაგრამ კომისია ძალიან სიღრმისეულად გამოიძიებს ამას, დადებს იმ ვადებში თავის დასკვნებს, რაც უნდა დადოს და გადაეცემა ეს პროკურატურას და შემდეგ უკვე არგუმენტებით უნდა დაიწყოს იმათი მართსაჯულებასთან, ასე ვთქვათ, პასუხისმგებლობის გაცემა იმ პირების არ აქვს მნიშვნელობა სახელმწიფო მინისტრი იყო, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი იყო, ის იყო, ეს იყო, ყველამ უნდა აგოს პასუხი. არ აქვს მნიშვნელობა მის, ასე ვთქვათ, წარმომავლობას. ასევე საზოგადოებაში არის ის მოლოდინი, რომ ეს, ასე ვთქვათ, ამ რეკეტში მონაწილე მარტო ხაზარაძე ხო არ იყო, მარტო ჯაფარიძე ხო არ იყო, ხო იყვნენ იქ სხვები, ხო? ხელს ვინც აწერინებდა, ძალათი აწერინებდა, ხელბორკილებით, ღამის ნოტარიუსი. ყველამ უნდა ააგოს პასუხი და ეს ჯაჭვიც უნდა გაიხსნას ბოლომდე, რომ ვინ რას აკეთებდა, არა მხოლოდ სამშობლოს ღალატი და დატერორება, არამედ აი ფინანსური ავაზაკობა, ყაჩაღობაში ყველა მონაწილე რგოლი უნდა გაიხსნას საჯაროდ. ბატონებო, ძალიან ემოციურად იყო ამ საკითხის შესახებ ლაპარაკი წეღანროვით და ვისაუბრეთ და სხვანაირად არ შეიძლება და ერთი რამ მინდა შევახსენო და მიმართო იმ ახალგაზრდებს, რომლებიც ზოგიერთები არ უშვებდნენ იქა ჭირისუფლებს. ჭირისუფალი სრულიად საქართველოს იყო იმ დღეს და ჭირისუფალი ვართ ყველა ჩვენთაგანი იმ მოვლენებისა, რომელიც მაშინ განვითარდა. ერთ მომენტს გეტყვით. 92 თუ 93 წელია დაპირისპირებებია და ამ დაპირისპირებას ერთი ძალიან კარგი ახალგაზრდა ვაშკაცი ბიჭი სახელს და გვარს ვიტყვი შალვა ცინცაძე შეეწირა. ჩემი სოფლელია. ხო და მოხდა ისე რომ მის დაგრძალვაზე გაგანია დაპირისპირება. სამოქალაქო ომია. ორივე მხარის წარმომადგენლები იყვნენ. მერე როგორც ჩვენებურია ჩემო ძვირფასო მეგობრებო, ჩვენ აი ღმერთთან უწაიყვანოს ქართველი კაცი იმ ქვეყანაზე ისე რომ ერთი ჭიქა შესანდობარი არ დაელიოს. დაელია ის შესანდობარიც. ითქვა და კაცი შვილს არც ორივე მხარეს ხმა არ ამოუღია. ისე დაცილდნენ ერთმანეთს და გუშინ ამ მამაძაღლებმა გუშინ წინ რა გააკეთეს კაცო რა. ეს ამას რძენია იმ ქვეყანაში სადაც ლექსადაა დაწერილი იქნება ვეფხის დედაი, ჩემზე მწარე და ტირისაო, კაცო. სადაც დღეს სტუმარი ეგ ჩემი თუნ ზღვა ემართოს სისხლისაო და ამათ უნდათ რა იცი ურტყამენ იმას რაც არის ქართველი კაცისათვის მთავარი, რაც არის ზნეობრივი, რაც არის კაცური, რაც არის ვაშკაცური და ამიტომ გავაგზელებ ბატონო გია თქვენს პათოს და ვიტყვით ესენი აუცილებლად უნდა დაისაჯნონ. უნდა დაისაჯნონ ისე რომ აი მე მაგალითად მომხრე ვარ იმისი აი ეს გადაღებული უნდა იყოს ეს სასამართლო პროცესები და უნდა უჩვენონ სკოლებში, უნდა უჩვენონ უმაღლეს სასწავლებლებში, რომ ასეთები არც ერთ შემთხვევისათვის არ შეიძლება დაუჯელები იყვნენ და რომ მომავალ თაობას აჩვენონ, რომ როგორი არ უნდა იყოს პატაბურჭულაძისთან ქართველი. როგორი არ უნდა იყოს ხაზარაძისთანა, როგორი არ უნდა იყოს ისეთები გიორგი ბარამიძის და ჯალათი ნაძირალა ჯალათები უნდა წარმოადგინონ როგორც დღეს ხვენია, თუმცა იმაც დამედანი მოდის გერმანელებს და ეს სულ სხვა რაღაცაში გადავიდა, მაგრამ უნდა უჩვენოთ და ვაჩვენოთ, რომ ეს არც ერთ შემთხვევისათვის არ შეიძლება იმ ერში იყოს, რომელსაც ქვია საქართველო და სადაც სტუმარი ლაპარაკობენ ღვთისა, სადაც ვაშკაცობა, კაცობა და ბოლოს ნიკოლოზ გოსტაბაშვილის გმირობას ასწავლიან მოსწავლეებს. აი ამ ერში ეხლა ასწავლიან საბედნიეროდ ასწავლიან და უნდა ვასწავლოთ ისე რომ ეს არც ერთ შემთხვევისათვის ეს სამარცხვინო ფურცელი საქართველოს ისტორიაში აღარასოდეს არ უნდა განმეორდეს. საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი. სხვათა შორის, როდესაც ჩვენ
ის ადამიანები, ვინც მცირედი წვლილი შევიტანეთ, ასე ვთქვათ, 2012 წლის 1 ოქტომბერში, მე ვფიქრობ, რომ მცირედი წვლილი ჩვენც ხო, რაღაც გავაკეთეთ, მოგზაურობულად, ირონიულად არ ვამბობ. არა, მართლა უბრალოდ გარეშე. ხალხთან ერთად რაცხა ჩვენც გავაკეთეთ. კი, რაღაცა ჩვენც ხო. არანაირი ირონია, კაცო. მაშინვე, როდესაც გაჩნდა იმისი საუბრები დაიწყო იმაზე, რომ ნუ კოჰაბიტაცია უნდა ყოფილიყო, ნუ ეხლა რა თქმა უნდა ჩვენ ყველანი მივხვდით, საიდანაც მოდიოდა ეს კოჰაბიტაციის მოთხოვნა, გარდა იმისა, რომ ფაქტობრივი მდგომარეობა იყო ისეთი, გახსოვთ მაშინდელი წერილი პრემიერ-მინისტრი არ იყო ჯერ, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა წერილი გამოაქვეყნა და სააკაშვილს მოუწოდა, რომ გადამდგარიყო. კი, გადადექიო. და სააკაშვილი რა თქმა უნდა არ გადადგა. ანუ ფაქტობრივი მოცემულობა ჩვენ მაშინ გქონდა ასეთი, ქართული ოცნების მთავრობა იყო, პარლამენტში უმრავლესობა ქონდა, მაგრამ არა საკონსტიტუციო უმრავლესობა, გახსოვთ ეს პერიოდი 2012 წლის 1 ოქტომბრის, უпростоრად 25 ოქტომბრის შემდეგ, როდესაც პარლამენტი შეიკრიბა და პრეზიდენტი იყო სააკაშვილი, დედაქალაქის მერი იყო ისევ უგულავა. ანუ ფაქტობრივი მოცემულობა ისეთი იყო წმინდა კანონიერი კონსტიტუციური, რომ ეს კოჰაბიტაცია არსებობდა. და შემდგომ უკვე ეს კოჰაბიტაცია გადაიზარდა ისეთ სიღრმეებში შევიდა, რომ საზოგადოების ძალიან დიდ აღშფოთებას იწვევდა ეს და მეც ვიყავი ერთ-ერთი, რომელმაც თქვი, რომ ფაშისტებთან კოჰაბიტაცია არ შეიძლება. ობიექტივში საჯარო გამოსვლები მქონდა ამაზე. ბატონმა მერაბ ბერძენიშვილმა გამოაქვეყნა მაშინ წერილი 2013 წლის 12 მარტს. მე გამოვედი 3 მარტი იყო 2013 წლის გამოაქვეყნა ასავალ-დასავალში და საქართველოს რესპუბლიკაში წერილი, რომლის სათაური იყო ნიუნბერგის პროცესის დროს ფაშისტებს კოაბიტაციაზე არ ელაპარაკებოდნენ. და იქ ჩემ გამოსვლაზეც არის ლაპარაკი ბატონი მერაბის იმ წერილში და მე დაურეკე მადლობა გადაუხადე იმისთვის, რომ ეს ასეთი მხარდაჭერა, თუმცა მისი პოზიციაც ეს იყო, სულ ყოველთვის გახსოვთ 2009 წლის მემორიალის აფეთქება ქუთაისში, მისი მემორიალის დედა და შვილი გარდაიცვალა. ამიტომ ეს დამოკიდებულება გაგრძელდა შემდგომაც საზოგადოებაში ძალიან დიდი უკმაყოფილება იყო. გახსოვთ თქვენ ქართული ოცნების მხარდამჭერები ყველა არჩევნების წინ მუდმივად საუბრობდნენ იმაზე, რომ რა გახდა ისევ ესენი როგორ უნდა იყვნენ პარლამენტში კონკრეტულ გვარებს და სახელებს ასახელებდნენ და აკრძალვას მოითხოვდნენ. შემდგომ ეს ნაციონალური მოძრაობა 2016-ში გაიშალა, ვიცით როგორც გაიშალა და როგორ დაიშალა? როგორ დაიშალა, სხვადასხვა პარტიები შეიქმნა და ასე შემდეგ. და ყოველი არჩევნების დროს ეს მოთხოვნა იყო მუდმივად და ხელისუფლების მიმართ უკმაყოფილების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფუძველი ხდებოდა ეს ქართული ოცნების მიმართ და სრულიად ბუნებრივი იყო ეს, განა არ გვესმოდა რა ზეწოლას განიცდიდნენ, როგორი იყო ეს, რო ეს პროცესი იყო, რო ხანგრძლივი პროცესი იყო და ასე ადვილად ეს ყველაფერი ვერ გორჩებოდა, მაგრამ ნუ ჩვენ ახლა როგორ შევეგუებოდით ამას, როგორი მოსათმენია ახლა მუდმივად უყურებდი ადამიანებს, რომლებმაც კი ბატონო, მე ვამბობ ხოლმე მუდმივად, რომ პირადად მე და ჩემი ოჯახის წევრები არც საპატიმროში ყოფილვართ და რეპრესია არ შეხვებიათ, მაგრამ იმდენ ადამიანს ვიცნობ და იმდენი ადამიანი ჩემი ახლობელია, მეგობარია, რომელსაც ეს შეეხო, როგორ ახლა ჩემი ხოხი განაპირას დგას, იტყვიან, ასე ხო არ უნდა მიუდგენ. იმდენად დიდი ტკივილი და ტრაგედია გადაიტანა საქართველოს მოსახლეობამ, დღესაც, როდესაც ჩვენ ვისმენთ ამ საგამოძიებო კომისიაზე მე მართალი გითხრათ, ახლა ემოციურად კი ვიცი საუბარი, მაგრამ არც ისეთი გულჩვილი ადამიანი ვარ, თუმცა არც უგულო მეთქმის. ხანდახან მიჭირს ხოლმე იმის მოსმენა, რასაც ეს ადამიანი წარმოიდგინეთ ამ ადამიანებმა ყველაფერი ვიცი მოსმენილი მაქვს, წაკითხული მაქვს, პირადად მისაუბრია, ეთერებში მისაუბრია, ეს ადამიანების სტუმრად ყოლია, ყველაფერი ვიცი, მაგრამ როდესაც ეს წარმომიდგენია რა ტკივილს განიცდიან ეს ადამიანები, როდესაც კიდევ ერთხელ საჯაროდ გამოდიან და ამ ტკივილზე საუბრობენ და როგორი გადამდებია ეს ტკივილი, მე არ ვიცი ვინც უსმენს, მათ შორის ისინიც იმ ხელისუფლების წარმომადგენლებიც ხანდახან გაექცევათ ხოლმე სიტყვა და ამბობენ რა საშინელებებს ყვებიან. საშინელებებს კი არ ყვებიან, საშინელებებს გადაიტანეს ამ ადამიანებმა საკუთარ ოჯახის წევრებზე, დახოცეს, წარმოგიდგენიათ ადამიანი დღეს რო ყვებოდა, ადამიანი აფრასიძე დაიჭირეს, გამოიყვანეს, დააწვინეს და ტყვიების ჯერით შუაზე გადაჭრეს. ნუ ეს რა მანიაკი უნდა იყო ადამიანი. როინ შავაძეს ციცინო შავაძე საუბრობდა, აი
ამდენი წელია ვიცნობ ქალბატონ ციცინოს. მართლა რამხელა გამბედაობა და გამძლეობა უნდა გქონდეს ადამიანს, რომ იმას გაუძლო, რასაც ამ ქალბატონმა გაუძლო იმ 2008 წლიდან. ზეწოლა ჩვენი ოჯახის წევრებმა გავთხარეთ საფლავიო, საფლავის გასათხრელად არ მოუშვეს არავინო. პანაშვიდზე არ უშვებდნენ ხალხსო. ჩვენ მივიყვანეთო თითები ისე ქონდა დამტრეულიო, რომ ლეიკოპლასტინი დაუწებეთ ტყავზე ეკიდავ. ამას რო ყვება ადამიანი და შენ ფიქრობ, რომ იცი რა არის? ნუ ეხა მაშინ იქნებ რაღაცა სხვანაირად, რა სხვანაირად ნებისმიერი ადამიანის ასეთი ტკივილი თუ არ გაიაზრე შენ, მაშინ გამოდის რომ შენ შეგიძლია გაამართლო საკონცენტრაციო ბანაკები, შენ შეგიძლია აიხმანი გაამართლო და ამ დროს იმოწმებენ იცი რა არის ჰანა არენტიმ დაწერა ბოროტების ბანალურობის შესახებ. აგერ ვხედავთ ჩვენ ბოროტების გამართლებას ვხედავთ. ბანალური იყო ეს ბოროტება. და ერთი საკითხით მე ამ თემებზე საუბარი უბრალოდ 9 აპრილის მემორიალთან მისვლაზე საუბარი პოლიციებით დავიწყე. ეს ადამიანები, სააკაშვილის ხელისუფლების წარმომადგენლები, აქ ტროცკისტი ლიბერალების პოლიციებად იყვნენ დანიშნულები. ჩვენ ხო გვახსოვს ყველაფერი, არ შეიძლება შენს ქვეყანას, შენი ქვეყნის მოსახლეობას მოექცე ისე, როგორც სააკაშვილის რეჟიმი ექცეოდა თავისი ქვეყნის მოსახლეობას. არ შეიძლება 14 წლის ბიჭი დააპატიმრო საქვეყნოდ პრეზიდენტმა ათრიო შეხვედრებზე ამაზე ილაპარაკო, ნულოვანი ტოლერანტობა გამოაცხადო, დედა დაუპატიმრო, მერე მამამ ჩაანაცვლოს, მერე მამა მოუკლა, ამას გამართლება მოუძებნო, მე არ მესმის როგორ შეიძლება ეს მამას სასაფლაოზე აყავდათ მძევლები, გაცო, სასაფლაოზე აყავდათ სემდნენ. ის ადამიანი, რომელიც მოყვა გირგვლიანის ფაქტი, ჩვენ ვიცოდით გირგვლიანის ფაქტი, იმის ფაქტი ხო არ ვიცოდით. სხვა იყო, იქვე აიყვანეს, იქვე ოქროყანაში, ამისი ბოდიში, ამისი მოსმენა ამისი მოთმენა არ ვიცი მე რა ადამიანი უნდა იყო. მართლა აი ჰანა არენტი როდესაც დაესწრო აიხმანეს სასამართლოს 1961 წელს იცით ეს ბუენოს-აირესში და მოიტაცეს ებრაელებმა და ჩამოიყვანეს ბანაკის ხელმძღვანელი. ერთ-ერთი არა, ბანაკის ხელმძღვანელი კი არ იყო, ბანაკების ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო. პოლკოვნიკი, შტანდარტენფიურერი იყო. და SS-ის და იმდენად ჩვეულებრივად და ისე წყნარად შვიდად ყვებოდა ეს ადამიანი თავისი საქმიანობის შესახებ, რომ მისთვის ეს ჩვეულებრივი ამბავი იყო. ეხლა ეს ადამიანები, რომლებიც ჯერ კიდევ აქამდე არ ვიცოდით, რა არ იცოდნენ, კაცო, 2012 წლის 18 სექტემბრიდან ყველაფერი გაიგო, მათ შორის ევროკავშირშიც და აქ ვერ გაიგეს, თუ ვერ გაიგეს, ეხლა ხო ესმით და ხო ისმენენ, როგორ შეიძლება ამის შემდეგ შენ კიდევ გამართლება მოუძებნო იმ პოლიციების ქმედებას, რასაც ერქვა აქ ევროკავშირის პოლიციები და სხვათა შორის, ამ პოლიციებს რო ვახსენებ, ყველაზე დაუნდობლები ბალტიისპირელი პოლიციები იყვნენ და ეს ადამიანები ბებერი ევროპის ევროკავშირის სამარცხვინო ტუჩები კინაღამ სარცხვინელები ვთქვი. ბალტიისპირელები მუდმივად მოჩენილები ყვავდნენ ფცოფიან ქოფაკებად და დღეს იმათ რომ ბევრი რამე გაუტარეთ, მე მინდა ჩვენი ხელისუფლების გასაგონათაც ვთქვა, იმათ რომ ბევრი რამე გაუტარეთ და მოუთმინეთ, საკნები არიან თუ ვიღაცები, ხო, დღეს უკვე ეს გავრცელდა და უკვე ბერლინიდან გველაპარაკებიან, პარიზიდან გველაპარაკებიან, ლონდონიდან გველაპარაკებიან. ამისი მოთმენა არ შეიძლება, მაგრამ აი ერთ წინადადებას ვიტყვი და დავასრულებ. ბატონო შალვა და მეგობრებო და მაყურებლებსაც მიმართა. ზოგადად კრივში ცნობილია რომ უნდა გქონდეს მაგარი დარტყმა. მაგრამ ამავდროულად უნდა გქონდეს მაგარი ამტანობა. ეს ერთი მეორის გარეშე არაფერი არ არის. მართალია ჩვენ ისეთი დაგვარტყეს 2008-ში, რომ გამოჩნდა რომ დიდი დარტყმის შესაძლებლობები ჩვენ არ აგვაქვს, მაგრამ ბოლო რამდენიმე წელიწადმა აჩვენა რომ დიდი ამტანობა გვაქვს და მაგარი ამ თვალსაზრისით მაგარი შესაძლებლობები გვაქვს და ბოლომდე უნდა გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა. ჩვენ თანამშრომელია სიტყვის ნაკლებობაზე არ დაგვძრა. ბატონებო, საქმე რაში არის, იცით? ამ ამბებს ჩვენ რასაც უყურებთ, აუცილებლად დაჭირდება ერთი მისშაკვისელავა. და აღწეროს და მომავალ თაობას დაუტოვებს. და განსაკუთრებით მინდა მიმართო იმ ხალხს, რომელსაც ჯერ კიდევ თვითონზე არ ჯერა. მიშაკვესელავა ბატონი მიხეილი წერს ასერგასის დღის შესავალში. როდესაც თბილისში ჩამოვედიო ნიურნბერგის პროცესიდან, ქუჩაში რომ მივდიოდიო, ხდებოდა ხალხი მაჩერებდა და მეუბნებოდაო. კი, მაგრამ მართლა ნამდვილად ხდებოდა ეს ამას აკეთებდნენ გერმანელებიო? აი, ზუსტად ანალოგიური სიტუაცია არის ახლა აქ. მაგრამ ერთი რამე და დღეს დავწერე და ახაც უნდა ვთქვა. ფაშისტები, გერმანელი ფაშისტები ამას აკეთებდნენ ოკუპირებულ ქვეყნებში.
და არა საკუთარი ქვეყნის ტერიტორიაზე. ეს ამას არა საკუთარი მოსახლეობის მიმართ იმას აკეთებდნენ, რასაც აქ მიზანმიმართულად ბოლოს და ბოლოს ციხიდან გამოსული ხალხი ამბობს, რომ პირდაპირ ცემდნენ თირკმელებზე, წიხლებს გვირტყამდნენ ახალგაზრდებს, განსაკუთრებით თირკმელებს. რატომ? რომ არ გამრავლებულიყო. აწინ თავად განსაჯეთ, ვინ არიან ეს ხალხი და რას იმსახურებს. დღეს ჩვენ უკვე ძალიან ბევრი ვილაპარაკეთ და სწორიც არის ჩვენი ეს ემოციურობაც და ჩვენი ეს მიმართებაც ამ საკითხს. სხვანაირად შეუძლებელია. ერთ წინადადება შეიძლება? ერთ წინადადებას. რა შედეგი შეიძლება მოყვეს პარლამენტის საგამოძიებო კომისიას? ძალიან ბევრი შეკითხვა ამასთან დაკავშირებით. ამ ადამიანებს უნდა აეკრძალოთ სააკაშვილის ხელისუფლების დროინდელ სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირებს უნდა აეკრძალოთ პოლიტიკური დიდი მადლობა მეგობრებო, ხვალამდე არა, შემდეგ პარასკევს უკვე გითხარით, ალბომა ძიმე პარასკევია. წინასწარ ულოცავ. კი ბატონო, კარგად ძანდებოდეთ მომავალ შეხვედრამდე. კარგად ძანდებოდეთ.